ხელმისაწვდომი მაყურებელს და გადაცემა პოზიციაში დღეს ტრადიციულად კვირის მთავარ თემაზე განსხვავებულ პოზიციებს წარმოგიდგენთ. ნამდვილად არ შევიკითხები არავის, ვისთან შეხვედრას გადავწყვეტ და ვისთან არა. ჩემი პირადი შეხვედრები ნამდვილად არავის საქმე არ არის. პირადი შეხვედრა თუ პოლიტიკური მოლაპარაკებები კახა თარგამაძის შემდეგ ვიქტორ პინჩუკი. რატომ გახდა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის სიძესთან შეხვედრა ხელისუფლების მორიგი ბრალდებების საფუძველი? არ მგონია ხა პინჩუკის მილიარდებს თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლიტიკური პოზიციების შეჯერება გაზიარებაზე ყოფილიყოს ეს შეხვედრა. მერაბიშვილს უთანხმოთ, ვის უნდა შეხვდეთ ნინო ბურჯანაძე და ვის არა. თუ როგორ არის ჩვენი საქმე? როგორ არის ბურჯანაძის საქმეები სასამართლოში ბრძოლა ერთდროულად პოლიტიკურ და სამართლებრივ ფრონტზე? რას ედავება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ხელისუფლებას? მივიღე გადაწყვეტილება სასამართლოში უჩივლო საქართველოს პრეზიდენტს პატივის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის. და ხელისუფლება ნინო ბურჯანაძეს, რომელსაც სახელმწიფო დაცვა შეუზღუდეს და ნაჩუქარი ქონების გადასახადს თხოვენ. ალბატონ ნინოს დაერიცხა სულ 1,526,000 ლარი, რომლის შესახებაც მას გაეგზავნა საგადასახადო მოთხოვნა. თავდადევნოთ ალბატონ ნინოს მორიგ რაუნდს საკუთარი კეთილდღეობისთვის ბრძოლისა. ბრძოლის რა მეთოდებს მიმართავს ექს-სპიკერი და როგორ აპირებს ოპოზიციური ბრძოლის გაგრძელებას ბურჯანაძე? მაქვს მოქმედების ჩემი გეგმა, ეს არის აქტიური ქმედებების, მკვეთრი ქმედებების, კონსტიტუციური, მაგრამ მკვეთრი ქმედებების გეგმა. ნინო ბურჯანაძის მკვეთრი პოზიცია შეძლებს თუ არა ის ყოფილი თანაგუნდელების დამარცხებას? აბა ვნახოთ. ვისი აჯობებს? ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი, დღეს პოზიციაში. რას ფიქრობს მართველი გუნდი ოპოზიციის საზღვარგარეთულ ვოიაჟებზე და რატომ ხედავს ყველა შეხვედრის უკან რუსულ კვალს ხელისუფლება? ასეთი ტიპის შეხვედრები ჩვენ აღარ გვიკვირს, იმიტომ რომ პუტინის და მედვედევის ეს ბრძოლა საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ და საბჭოთა გავლენების აღსადგენად მათ მიერ კოორდინირდება. არასერიოზული არის, როდესაც სულერთია ბიზნესმენი შეხვდება ადამიანი, ჟურნალისტი, პოლიტიკოს, ის ცხადდება კრიმინალად. არის თუ არა ქართულ პოლიტიკაში რუსული ფული? რა ბერკეტები აქვს ხელისუფლებას გააკონტროლოს ოპოზიციის ფინანსები? ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი მექანიზმები იმისათვის, რომ გაკონტროლდეს თითოეული რუბლი და თითოეული კაპიკი, რომელსაც იღებენ პოლიტიკური პარტიები საზღვარგარეთით. იყენებს თუ არა ხელისუფლება სხვა საშუალებებს ოპონენტების გასაკონტროლებლად? ხელისუფლება ქვეყნის ოპერატიულ ძალებსა და საშუალებებს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ოპოზიციის ოფისებში აღმოჩენილი მოსასმენი აპარატურა და ბრალდებები ხელისუფლებას. ეს არის სააკაშვილისეული გამჭვირვალება. ეს არის ილუსტრაცია სააკაშვილისა. საქართველოს სპეცსამსახურები მსგავსი ტიპის აპარატურას არ ვიყენებთ დაახლოებით 6 წელია უკვე. ეს როგორც პოლიტიკური პარტიის მთავარ ოფისში მომხდარი ძალიან დიდი სკანდალია. სკანდალი ოფისებში და სკანდალური შეხვედრები ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ცდილობს თუ არა ხელისუფლება ოპონენტების დისკრედიტაციას? ოპოზიციის უფრო მეტი დისკრედიტირება შეუძლებელია, ისინი ამას თვითონ კარგად ახერხებენ. პავლე კუბლაშვილი მართველი გუნდის პოზიციით დღეს პოზიციაში. კიდევ ერთი ვოიაჟი ამჯერად სკანდალის გარეშე. ალასანია ორკვირიანი ტაიმაუტის შემდეგ თბილისში ბრუნდება. რას ფიქრობს ალიანსის ლიდერი თანაგუნდელის ბერლინის შეხვედრაზე და რას პასუხობს ხელისუფლების ბრალდებებს? მაინტერესებს ირაკლი ალასანიას პოზიცია, ანუ მისთვისაც არის თუ არა კახა თარგამაძე ეს ყველაფერი ფასეულობა რაც მათ გააჩნიათ. ეს იყო პირადი შეხვედრა და არ არის კავშირში ჩვენ პოლიტიკურ აქტიურობასთან. პოლიტიკური აქტიურობა და უცხოური ფინანსები ბოლო კვირების მთავარი თემა. რას ფიქრობს ირაკლი ალასანია საზღვრებს გარეთ ნაშოვნ ფულზე, რომელიც შესაძლოა ქართულ პოლიტიკას მოხმარდეს? არანაირი უცხოური კაპიტალი, ფული არ უნდა იქნას დახარჯული საქართველოში. ალიანსის ლიდერის ახალი პოლიტიკური გეგმები შეუქმნის თუ არა საფრთხეს სამთაერთობას ირაკლი ალასანიას ახალი პარტია? ჩვენ გვაქვს ალიანსი სამპარტიას და არცად წასვლას არ ვაპირებთ. ალიანსი არის და იქნება ძლიერი. ალიანსი შეიძლება მხოლოდ გაფართოვდეს. ჩემი პრიორიტეტული მიმართულება უახლოეს პერიოდში იქნება საკუთარი პარტიის ჩამოყალიბება. ვინ გახდებიან ალასანიას თანაპარტიელები და როგორ აპირებს ბრძოლის გაგრძელებას ალიანსის საქართველოსთვის ლიდერი? ირაკლი ალასანია დღეს პოზიციაში. მაშასე ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და წარმოგიდგენთ ჩემი გადაცემის პირველ სტუმარს ალიანსის საქართველოსთვის ლიდერი უპასუხებს ჩვენს კითხვებს. რას ფიქრობს ირაკლი ალასანია თანაგუნდელების შეხვედრებზე საზღვრებს გარეთ, რას პასუხობს ხელისუფლების ბრალდებებს და როგორია მისი ახალი პოლიტიკური გეგმები? ყველა ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ სტუმართან. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, სამშვიდობისა, დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. და თქვენთან საუბარი მინდა დავიწყო იმით, რომ თქვენ ამ ორი კვირის განმავლობაში, როდესაც არ იმყოფებოდით საქართველოში, ბუნებრივია ალბათ ადევნებდით თვალს მიმდინარე მოვლენებს
მოგვიანებს იყო ძალიან ცივი ხმაურიანი ეს ოპოზიციური შეხვედრები, რასაც მოყვა ურთიერთბრალდებები ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან და მართველი გუნდი ითხოვდა რომ თქვენ გამოგეხატათ თქვენი პოზიცია, რაზეც თქვენს ბრიფინგზე გააკეთეთ თქვენ კომენტარი, თუმცა მინდა რომ ამ სტუდიაში უფრო მეტი ვისაუბროთ ამ თემაზე, ამ შეხვედრების შესახებ და განსაკუთრებით თარგამაძესთან შეხვედრაზე, რადგან თქვენი ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი იმყოფებოდა ამ შეხვედრაზე. ანუ როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს? როდესაც ლიდერები შეხვდნენ. პერიოდის განმავლობაში, როცა წასული ვეღავი, იცი თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ახალ წევრებთან. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხიც არის თქვენთვის საინტერესო. ამაზე უცებად ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ამაზე როგორი შეხვედრები ჩატარდა ვაშინგტონში და შემდეგ ნიუ-იორკში. რაც შეეხება თქვენს მიერ აღნიშნულ შეხვედრას ბერლინში, ამაზე კომენტარი მე უკვე გავაკეთე. ეს არის პირადი შეხვედრა იმ ადამიანების, ვინც შეიკრიბა და განიხილეს ის საკითხები, რაც მათთვის იყო მნიშვნელოვანი. ერთი რამე მინდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ, რომ არანაირი შეხება ამ შეხვედრას არ აქვს ჩვენს პოლიტიკურ ალიანსთან საქართველოსთვის, ჩვენ პოლიტიკურ აქტიურობასთან, მიზნებთან. აქედან გამომდინარე მე არ ვეღავი ინფორმირებული და ჩვენ არ ვაყენებთ საქმის კურსში ერთმანეთს, როდესაც შეხვედრები ან რაიმე აქტიურობა არ ეხება და არ აქვს პოლიტიკური დატვირთვა. თუმცა ჩაგეკითხებით ამ თემაზე. დავით გამყრელიძე საუბრობდა და იგივე ლეონ გაჩეჩელაძე იქ იყო საუბარი, მათ მიიღეს რაღაც გარკვეული ინფორმაცია ხელისუფლების შესახებ. კახა თარგამაძისგან, ანუ იყო საუბარი შიდა პოლიტიკაზე და შესაბამისად შეება აქტიურობებს არ ეხება, მაგრამ მაინც დაისვა კითხვა, როდესაც ალიანსის ლიდერები და თქვენ ხშირად ამბობთ, რომ თქვა განსხვავებული პოზიცია გაქვთ, ან დავით გამყრელიძე არის რა თქმა უნდა ცალკე პარტიის ლიდერი. მაგრამ ისევ ხოლმე კითხვა რომ ხომ არ არის ეს ფორმალური ალიანსი ან ფორმალური ლიდერი თქვა თქვენ სამი ადამიანი საქართველოში თუ საქართველოს გარეთ სადაც შეიკრიბება ვერაცდებიან ბუნებრივია შიდა პოლიტიკურ თემებზე საუბარს კიდევ ერთხელ მეორე მე არ ვარ ინფორმირებული კონკრეტულად რაზე იყო იქ შეხვედრისა საუბარი მაგრამ მე არ მიმაჩნია არ მგონია რომ რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია კონდეს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ისეთი რაც იმდენად აქტუალური იყოს დღეს პოლიტიკური სპექტრისთვის რომ ამაზე ღიად საუბარი აქ შესაძლებელი იყოს. მე იყო დაფინანსებაზე გამოთქმული ეჭვებით. მე რამდენადაც ვიცი, არ ყოფილა იქ დაფინანსებაზე ლაპარაკი, მართლაც გარკვეული ინფორმაციები იყო მოწოდებული მისი მხრიდან, რომელს აქტუალურობას მე არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, ამකედან გამომდინარე, იმაზე უფრო დეტალურ კომენტარს რაც გავაკეთე, არ ვაპირებ. კარგით, და ერთი ეს თემა რომ დავასრულო, გუშინ პრეზიდენტმა გააკეთა ესეთი განცხადება, რომ რუსეთის ინტერესების გამტარებლებთან ქართველი პოლიტიკოსების შეხვედრები პირად შეხვედრებად ვერ ჩაითვლება, რომ ამოვწურო ეს თემა, ანუ მუდმივად არის საუბარი, ეს იყო პირადი შეხვედრა, თვითონ შეხვედრის მონაწილეების მხრიდან და ასევე მართველი გუნდი ამბობდა, რომ დააფიქსიროს ირაკლი ალასანიამ თავისი პოზიცია, იმიჯნებით თუ არა კახა თარგამაძეს და რუსულ ფულს. სიმართლე გითხრათ, ცოტა გაგურებული ვარ ესე დაბეჭდებით, რატო აწუხებთ მართლ პარტიას, თქვა ჩემი ვოიაჟის დეტალები თუნდაც ან ჩემი პოზიცია, იმიტომ რომ ეს ძალიან ნათლად დავადასტურე ბრიფინგის დროსაც და გამგები გაიგებდა. რაც შეეხება თავად იგივე კრემლის პოლიტიკის გამტარებელს, მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ დავადასტურო ან ვისაუბრო იმაზე ბატონი კახა თარგამაძე ატარებს თუ არა კრემლის პოლიტიკას, საერთოდ მას პირადად არ ვიცნობ და მისი აქტიურობის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია მოსკოვში, რამდენად ვიცი ის რუსეთის მოქალაქეა ამჟამად. და გამომდინარე მე შეფასებას, თქვა მის პოლიტიკურ წვლილს ან პოტენციურ წვლილს საქართველოს პოლიტიკაში კომენტარს ვერ გავუკეთებ. თუმცა მე აღნიშნე კიდევაც, რომ ბატონი თარგამაძე არის ნაწილი იმ შევარდნაძის დროინდელი უსაფრთხოების სისტემის და იმ სისტემის აღორძინება და შექმნა საქართველოში ნამდვილად არ შედის არც ერთი ქართველის მიზნებში, მით უმეტეს პოლიტიკური პრეტენზიის მქონე მიზნებში. თქვენ ამ სისტემის ნაწილი იყავთ დღეს კეთდებოდა განცხადებები და იცნობ თუ არა კახა თარგამაძეს ეს და კონკრეტულ ამოცანებს ვასრულებდი. აქედან გამომდინარე, მე მქონდა კონკრეტული ამოცანა კონტერორისტული, ასე ვთქვათ, საქმიანობის წარმოება პანკისის ხეობაში, რაც წარმატებით იქნა დასრულებული სხვა კოლეგებთან ერთად ბუნებრივია, მაგრამ თვითონ თარგამაძესთან როგორც მინისტრთან არანაირი შეხება არ მქონია ის, რომ მანამდე ვიდრე გადავედი დავბრუნდი უშუალოდ სამინისტროში სამუშაოდ, ის უკვე აღარ იყო მინისტრი. და რადგან ესეთი ხმაურიანი გახდა ეს დაფინანსების თემა ბოლო პერიოდში და სულ არის საუბარი ამ რუსულ ფულზე, რუსულ კვალზე და კრემლის ინტერესების გატარებაზე, ვთქვათ, და ოპოზიციის ასე ვთქვათ, საეჭვო შეხვედრებზე ხელისუფლების მხრიდან, აქვე მინდა უბრალოდ ვკითხოთ, თქვენ გეგმავთ ახალი პარტიის შექმნას და ამაზე ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ახლა უფრო დეტალურად და იგივე ალიანსი, ვთქვათ, რა ფინანსებით მოღვაწეობს და ვთქვათ, არსებობს თქვენი ალიანსი და შემდეგ ის ახალი პარტია, რომლის შექმნასაც გეგმავთ. ალიანს ძირითადად ფინანსდება ამ ორი პარტიის ასე ვთქვათ, დეკლარირებული დაფინანსები და ასევე ჩვენი პირადი რესურსები ჯერჯერობით სანამ შეიქმნება ჩვენი პარტია.
მაგრამ მე მინდა დავუბრუნდე თქვენ წინა შეკითხვასაც. მე უფრო მაღელვებს და საზოგადოებას, როგორც მე ვიცი, უკვე აღელვებს ძალიან თვითონ ის რეპრესიული მანქანა, როგორ ამუშავდა საქართველოში, რამდენიმე ოფისში აღმოჩენილი იქნა მოსასმენი აპარატურა. თავად ფაქტი იმისა, რომ თუნდაც გამყრელიძეს და გაჩეჩილაძეს, რომ დაახარჯეს ოპერატიული რესურსები იმისთვის, რომ ესეთი პირადი შეხვედრა დაეფიქსირებინათ, ეს მეტყველებს, რომ ოპონენტებზე და პოლიტიკურ ოპონენტებზე მიდის რეალურად ამ ოპერატიული საშუალებების გამოყენება და არა რეალურად საქართველოს დაცვაზე და უსაფრთხოებაზე. ეს ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია, ესე უკვალოდ არ ჩაივლის ამაზე. თუმცა დაწყობილი გამოძიება და ხელისუფლება უარყოფა მოსასმენ აპარატებზე ეს გამოძიება არ ვიცი სად რა ფორმით და ღიად ჩატარდა თუ არა. რა თქმა უნდა, მოვითხოვთ და ეს საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებთაც ეს იყო ერთ-ერთი სერიოზული თემა, თუნდაც ვაშინგტონში ჩვენი განხილვების დროს. აქედან გამომდინარე რეპრესიული მანქანა სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდება და ეს არის პირველ რიგში თვალშისაჩემი ჩემთვის და არა ვთქვათ რაღაც კარგული პირადი შეხვედრების დაფიქსირება. აქედან გამომდინარე მომავალში ჩემი პარტიას, რომელიც შეიქმნება, ძირითად ამოცანას ისახავს იმ საარჩევნო გარემოს შეცვლას, რაც რეალურად შესაძლებელს გახდის, რომ ჩატარდეს ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები, როდესაც არ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები. ამიტომ ჩვენ მთავარ ამოცანად დავისახავთ და ვისახავთ საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან ურთიერთობების გაშლას, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეთავაზოს საზოგადოებას ალტერნატივა კონკრეტულ სფეროში. ჩვენ რას შევთავაზებთ, როგორ ვთვლით ესა თუ ის პრობლემა, ეს იქნება ეკონომიკის თუ საფრთხეების თუ თავდაცვის, როგორ უნდა გადაწყდეს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ აქტიურად ჩავებებით ამ საარჩევნო გარემოს შეცვლაში, ჩვენ არ ვაპირებთ პირდაპირ კომისიებში მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ვაპირებთ წარუდგინოთ ჩვენი მოსაზრებები და წინადადებები ამ კომისიებს, ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური ძალების მიერ, რათა მაქსიმალურად მოხდეს ზეწოლა ხელისუფლებაზე და რათა შეიცვალოს საარჩევნო გარემო, გულისხმობ როგორც საარჩევნო კოდექსს და საარჩევნო კომისიას, ასევე მედიის თავისუფლების საკითხების გადაწყვეტას და რაც მთავარია პოლიციის და სამართალდამცავი სტრუქტურების დისტანცირებას პოლიტიკური პროცესიდან, ანუ მონიტორინგის ისეთი შესაძლებლობების გაჩენას, რაც აგრძალავს და აღკვეთავს აი ამგვარ ზეწოლას და თვალთვალს მოთავაზებები მონიტორინგის საბჭოზე თვალსაჩინო ქრისტიან-დემოკრატებმა დააყენეს ეს საკითხი, იგივე საარჩევნო კოდექსზე და ამ კონსტიტუციაზე მიმდინარეობს კომისიაში მუშაობა. დღეს კიდევ ერთხელ თქვა მართლა გუნდო, რომ მათი კარი ღია, ასე ვთქვათ, ყველა ოპოზიციური ძალისთვის, ანუ შესაძლოა ვთქვათ თქვენი ან ცალკე პარტიას, როდესაც შექმნით ან ალიანსის სახელით, ვთქვათ, გიხილოთ ამ კომისიაში ან იგივე. შესაძლებელი კი არა, ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ კომისიას, ისევე როგორც საზოგადოებას, წარუდგინოთ ჩვენი მოსაზრებები და თუ თანხwebdriver იქნა პოზიციების, ბუნებრივია მივუყვებით ამ მოლაპარაკებას. ანუ შესაძლოა ითანამშრომლოთ, იმიტომ ეს ახალი აქამდე ვთქვათ. არა, მე ოპოზიციის ნაწილი ასე ვთქვათ, არა ბოლოსაც, ასე ვთქვათ, ჩემს მედია საშუალებებთან შეხვედრაზე, რომ ყველა შესაძლებლობა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გამოიყენოს, რათა შეცვალოს არსებული საარჩევნო კლიმატი და გარემო, რათა ოპოზიციას მიეცეს ამ სივრცეში ჩვეულებრივად დემოკრატიულად ოპერირების საშუალება. კარგი, ბატონო ირაკლი, ერთი შეკითხვა პარტიას რო დაუბრუნდა, ვინ იქნებიან ამ პარტიის წევრები, ვთქვათ, ეს თქვენივე გუნდი, ვისაც ვიცნობთ, შესაძლოა იქ ახალი სახეები ვიხილოთ, ან ცნობილი პირიქით, ვთქვათ, ვიღაც პოლიტიკოსები, რომლებიც შეერთებიან, ანუ არის უკვე გადაწყვეტილი პარტიის შემადგენლობა. პარტიის შემადგენლობა დაეფუძნება ბუნებრივია ძველ ხერხემალს, ანუ ის ადამიანები, ვინც გავერთიანდით იმ პოლიტიკურ გუნდში, იქნება ახალი სახეები, ძირითადად დაფუძნებული პროფესიულ შერჩევაზე. ჩვენ დიდ ყრილობას ვაპირებთ სექტემბერში, ეხლა უბრალოდ გვექნება პარტიის დაარსების, ასე ვთქვათ, საკითხი გადაწყვეტილი, ანუ იქნება დამფუძნებელი სხდომა და დაიწყება იურიდიული პროცედურები, მაგრამ თვითონ ლიდერის არჩევას და დიდი სხდომის ყრილობის მოწვევას ვაპირებთ რეგიონალური დელეგატების მონაწილეობით სექტემბერში. იქნება ვინმე ცნობილი სახე, უბრალოდ მინდა ვინმე სახე ლაგვარი დაგვისახელოთ, რაც არ არის ცნობილი. არა მგონია დღეს საქართველოში იყოს ესეთი და ლევან გაჩეჩილაძეზე იყო, ვთქვათ, კითხვა, რომ შესაძლოა აღმოჩნდეს. ლევან გაჩეჩილაძესთან, როგორც აქამდე ვაპირებთ ძალიან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა გავაგრძელოთ. ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ესეთი კონსულტაციის და კოორდინაციის ძალიან კარგი და ეფექტური, ასე ვთქვათ, მექანიზმი. ის არ იქნება ჩვენს პარტიაში, მაგრამ გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ასევე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. ეს იქნება ფორუმი თუ სხვა წარმომადგენელი, თქვა ოპოზიციური სპექტრის და საერთო მიზნები. დღეს ვერავის ვერ დაგისახელებთ, უბრალოდ ეს როგორც კი დამფუძნებელი სხდომა
შედგება, იქ ნახავთ თუ ვისთან ერთად ვიწყებთ ამ საქმეს, მაგრამ ძირითადად ეს გადაწყდება სექტემბერში, როდესაც დიდი ყრილობა ჩატარდება. გასაგებია და კიდევ ერთი რაც მინდა ამ პარტიაზე გითხოთ, რატომ გახდა აუცილებელი თქო თქვენთვის პირადი დასაყრდენი გაგეკეთებინათ? მე ვგულისხმობ ისევ ალიანსს და თქო თქვენს პარტიას, იმიტომ რომ ისედაც იყო ასე ვთქვათ პოლიტიკური გაერთიანება თქვენი მემარჯვენეების და რესპუბლიკელების და აქვე გითხავთ იგივე აი აქციების დროს იცით ხშირად იყო თქვენ ამ რაღაცებს არ ეთანხმებოდით თქო იგივე რკინიგზის გადაკეტვაზე რაღაც აქციების ფორმა იყო მიუღებელი, მაგრამ თქვენი დროშები, ანუ ალიანსის დროშები ჩანდა ამ აქციებზე, ანუ მსგავსი დეტალები და სტრატეგიაში განსხვავება გახდა ამის მიზეზი თუ პირად დასაყრდენზე ტაქტიკაში განსხვავება იყო და ეს აბსოლუტურად არ არის არაბუნებრივი. ჩვენ ცოცხალი ორგანიზმები ვართ, პოლიტიკური ძალები, რომლებსაც აქვს საერთო მიზანი, მაგრამ ტაქტიკური განსხვავებები ამ მიზნის მიღწევაში. ამიტომ ამაში საერთო მიზანი აქვს თელ ოპოზიციას თქვენი ამიტომაც ჰქონდა და გვაქვს ეს საერთო მაგიდა, სადაც ვიკრიბებით და ერთმანეთს აზრს უზიარებ. რაც შეეხება ალიანსში, არანაირი პრინციპული სხვაობები ერთმანეთთან არ აგვაქვს. მაგრამ ეს აბსოლუტურად ბუნებრივად გახდა ჩემთვის საჭირო რომ შევქმნა დამოუკიდებელი პოლიტიკური სტრუქტურა, გავშალო მუშაობა როგორც ქვეყანა. იმიტომ რომ როდესაც პრეტენზია გაქვს პოლიტიკოს რომ შეხვიდე პოლიტიკურ პროცესში მოემზადო არჩევნებისთვის, აუცილებელია საკუთარი პოლიტიკური სტრუქტურის გაკეთება და ეს შექმნა თავიდანვე იყო შეთანხმებული ჩვენ პოლიტიკურ პარტნიორებთან. ნებისმიერი არჩევნანი, რომელიც ვადამდელი არჩევნები, რომელიც დაინიშნება საქართველოში, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ არჩევნებში გავიდეთ და ამიტომაც ყველაზე დიდ აქცენტს დღეს ვაკეთებთ საარჩევნო გარემოს და კლიმატის შესწავლაზე. მერის არჩევნებიც თქვათ, იმიტომ რომ პრეზიდენტის მხრიდან გამოითქვა, რომ შესაძლოა იყოს ეს ადგილობრივი არჩევნები და ის არ განიხილავს საპრეზიდენტოს და საპარლამენტოს. ყველა არჩევნები, რომელიც იქნება დანიშნული ახალ საარჩევნო გარემოში, აუცილებელია პოლიტიკურმა ძალებმა მიიღოს მონაწილეობა და ჩვენი პოლიტიკური ძალა იქნება ერთ-ერთი მათგანი. თუმცა დღემდე ოპოზიცია ძალიან ღია განცხადებებს აკეთებს იმაზე, რომ მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებს თანხდება. ანუ თქვენი პარტია იქნება, ეს თქო, თქვენი ალიანსი თუ ის, რომელიც შესაძლოა დათანხმდეს სხვა არჩევნებს, რომელიც შესაძლოა რომ დაინიშნოს. ეს არის პოლიტიკური სისტემის ნაწილი, როდესაც არჩევნები ინიშნება, ყველა პოლიტიკური ძალა, პასუხისმგებელი ძალა იღებს მონაწილეობას, მაგრამ აქ ხაზს უსვამ. თავარია შეიცვალოს გარემო. საარჩევნო და მთავარია პოლიცია და სამართალდამცავი სტრუქტურები ჩამოცილდნენ პოლიტიკურ ამ პროცესს და მათზე სამოქალაქო კონტროლი ამოყალდეს. ამის გარეშე არჩევნების ჩატარებას არანაირი მნიშვნელობა დღეს საქართველოში არ აქვს. გასაგებია, ანუ დღეს აქამდე სულ კეთდებოდა განცხადება, რომ მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებს თანხმდებოდნენ, ანუ არსებობს ძალა, რომელიც თანხდება თქვა ნებისმიერ გაჯანსაღებულ საარჩევნო კონკურენტუნარიან საარჩევნო გარემოში. სისტემის პირობებში. დიახ. კარგით, გადავიდეთ თქვენს ვიზიტზე, თქვენც ახსენეთ, რომ მმართველი გუნდის ინტერესი რატო გამოიწვია ვერ გავიგეო, მაგრამ მე მაინც უნდა გკითხოთ, იმიტომ რომ გაკეთა განცხადებები, რომ ეს არ იყო ოფიციალური ვიზიტი, რომ თქვენ იყავით კერძო ვიზიტით და იქ ოფიციალურ პირებს არ შეხვედრი ხართ. ითქვა ისიც, რომ ოჯახის სანახავად იყავით, ანუ ოჯახი ისევ იქ ცხოვრობს, ეს არ ვიცი. და ვის შეხვდით მაშინ იქნებ კონკრეტულად დაგვისახელოთ, რომ ეს ეჭვები გაქართლდეს თუ იყო ასეთი შეხვედრები. მე არ ვიცი ეს ეჭვები ვის აქვს, იმიტომ რომ არასერიოზული განცხადებები ყოველთვის კეთდება და რეაგირება ყველაზე რა თქმა უნდა არ საჭიროებს ჩემი მხრიდან. ეს მედიის მიერაც იყო, ასე ვთქვათ, განხელული ეს საკითხი. ვაშინგტონში მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, როგორც თეთრი სახლის უშუალო საბჭოს წარმომადგენლებთან, ასევე სახელმწიფო მდივნის ორ მოადგილესთან, ერთი ბატონი გორდონი, რომელიც აგრძანდებოდა, მეორე მოვალეობის შემსრულებელი სახელმწიფო მდივნის მოადგილის, რომელიც პასუხისმგებელია დემოკრატიული განვითარების საკითხებზე. ასევე მქონდა საუბარი ძალიან მრავალ ანალიტიკურ კვლევით ცენტრში. მქონდა შეხვედრა თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, სადაც განვიხილეთ ჩვენ შექმნილი არა მხოლოდ შიდა პოლიტიკური ვითარება, ძირითადად ეს მიეძღვნა უსაფრთხოების საკითხებს ქვეყნის, როგორ გააგრძელებს ამერიკის შეერთებული შტატები მხარდაჭერას საქართველოს შეერაღებული ძალების და უსაფრთხოების სისტემის გამყარებაში. ასევე მქონდა შეხვედრები კონგრესში, ძირითადად ჩვენ საუბარი მქონდა ბუნებრივია შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, იგივე თავისუფალი მედიის დამოუკიდებელი სასამართლო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესში როგორი მონაწილეობა უნდა მიიღოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, როგორც ქვეყნის სტრატეგიულმა პარტნიორმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიწყო საქართველოს-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაზე მუშაობა, რომლის ერთ-ერთი მთავარი და ძირითადი მიმართულება უსაფრთხოების და ეკონომიკის გარდა არის დემოკრატიული განვითარება. მე შემიძლია გითხრათ, რომ დღეს უკვე პრაქტიკულად ჩამოყალიბებულია აზრი მთელს ადმინისტრაციაში, რომ საქართველოს მხარდაჭერა, საქართველოს სახელმწიფოებრების გამყარება უნდა მოხდეს დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარების
მეთოდით. და ეს იგივე ის თანხა, რომელიც გამოყოფილია 20 მილიონი ამ საკითხისთვის იქნება რა თქმა უნდა გათვლილი და გაწერილი ისე, რომ რეალურად ხელი შეუწყოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში, რამაც უნდა განაპირობოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ვიზიტებით. გარდა ამისა, მქონდა შეხვედრა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან პოლიტიკურ საკითხებში, მოადგილესთან სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში, განვიხილეთ, თქვა, როგორი ფორმით შეიძლება გაერომ გააგრძელოს მუშაობა და მოღვაწეობა, განსაკუთრებული აქცენტი იყო დასმული გალში ჩვენი მაცხოვრებელი ქართველების მიმართ, როგორ უნდა იყოს ჩართული გაერო მათი უფლებების დაცვაში. თქვენ გახსოვთ შარშან აპრილში ჩვენ გენერალურ ასამბლეაზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელიც ავალდებულებს გენერალურ მდივანს გაუკეთოს ანგარიში გენერალურ ასამბლეას თუ როგორ მიმდინარეობს, როგორი სტატუსია დევნილების დაბრუნების, მათი უფლებების დაცვის და ეს უნდა გახდეს სერიოზული ინსტრუმენტი დღეს ხელისუფლებისთვის, რათა მოხდეს გაეროს ინსტიტუტების შენარჩუნება, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის და მათი საკუთრების უფლების დაცვის კუთხით. ამიტომ ეს იყო ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი და ამ ვიზიტის შედეგად ეს აუცილებლად აისახება, დარწმუნებული ვარ ზოგადად ოპოზიციის მიმართ ამერიკის ადმინისტრაციის განწყობაზეც. გასაგებია, მაგრამ თქვენ თქვით, რომ შინდა პოლიტიკაზეც იყო საუბარი და ძალიან ხშირად თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ დასავლეთთან სხვა განცხადებებს აკეთებთ, თქვა და აქ სხვა განცხადებებს, ანუ იქ ცდილობთ, რომ თქვა უფრო კონსტრუქციული იყოთ, აქ ნაკლება და ასე შემდეგ, მაგრამ მე მაინტერესებს თქვენ ესე ღია თქვა იქ ამ შეხვედრებზე თქვენი მოთხოვნა კიდევ ერთხელ თუ გააცანით, თქვა რაც გულისხმობ, იგივე პრეზიდენტის გადადგომა და რა რეაქცია მოყვა მათი მხრიდან, იმიტომ რომ იგივე ობამას ადმინისტრაციის მხრიდან ხელისუფლება სულ ამბობს, რომ სერიოზული მხარდაჭერას გრძნობენ ისინი, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, იყო ვაშაძის შეხვედრები, თქვა ასე შემდეგ ბაიდენის ვიზიტი იგეგმება და ანუ სერიოზული ნაბიჯები იდგმება, თქვა ამ ორ ქვეყანას შორის. ეს ჩვენთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია და კარგად აღნიშნეთ, ორ ქვეყანას შორის და ორ სახელმწიფოს შორის იდგმება ეს ნაბიჯები, ხდება უფრო ინსტიტუციონალური და ეს დახმარება თანადგომა არ არის არც ერთი პოლიტიკური ძალის, იქნება ის ხელისუფლებაში თუ ხელისუფლების მიღმა. აი ეს გააზრება დღეს იგივე მიხეილ სააკაშვილს არ აქვს თქვა შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერა, თქვა ამას ხელისუფლებას აქვს მხარდაჭერა, როგორ არ აქვს, ბუნებრივი პარტნიორია სხვა ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელი, ორმხრივ ურთიერთობებში სხვანაირად წარმოუდგენელია იყოს ეს ურთიერთობები და ბუნებრივია ურთიერთობენ სააკაშვილთან. ჩვენს ინტერესებში სწორედ შედის, რომ ეს ურთიერთობა გახდეს უფრო ინსტიტუციონალური, უფრო მყარი, მართი მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების იყოს რეალური და რაც უკვე კეთდება და ეს არის მისასალმებელი ზუსტად ჩვენ სწორედ ამერიკულ-ქართული ურთიერთობების არა მხოლოდ მხარდამჭერები ვართ, უბრალოდ გვინდა გავხდეთ ამ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თანამონაწილე. სწორედ ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი, როდესაც ვლაპარაკობ, რომ მხარდაჭერა წამოვა, ის 20 მილიონი და სხვა მხარდაჭერა წამოვა სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებაზე საქართველოში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, იქ ჩამოყალიბებულია ყველგან ეს აზრი, რომ მთავარი პრობლემა რაც საქართველოს საზოგადოებას და ხელისუფლებას შეექმნა, ეს არის ის, რომ კონცენტრირებულია ძალაუფლება, განუსაზღვრელი ძალაუფლება პრეზიდენტის ინსტიტუტში, რამაც დაასუსტა სხვა ორგანოები, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი სტრუქტურები, როგორც არის პარლამენტი, როგორც არის იუსტიციის სისტემა, სასამართლო სისტემა, სწორედ ამის შეცვლა არის პრიორიტეტი დღეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დახმარების კუთხით. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდება მხარდაჭერა ქვეყნის უსაფრთხოების და თავდაცვის გამტკიცების. ბაიდენის ვიზიტი ახსენეთ, ეს არის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, ეს არის სიგნალი რუსეთის ფედერაციისთვის. იმ ქვეყნისთვის, ვისაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, რომ საქართველოს და ამ რეგიონს ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთი არ დატოვებს, მიუხედავად მათი შარშანდელი აგრესიისა და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება. მაგრამ ამავე დროს ბაიდენის ვიზიტი იქნება, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი გარდამტეხი ვიზიტი, რომ გაეცნოს ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ, რომ ამერიკა მხარს უჭერს არა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში, არამედ საქართველოს, ქართულ ხალხს და დემოკრატიის განვითარებას. და რაც მთავარია, ერთი მინდა დავასრულო, ეს ყველაფერი არის ის გარემო, ის ინსტრუმენტები, რომელიც ჩვენ ძალიან გონივრულად უნდა გამოვიყენოთ. თორე გადაწყვეტილებები საქართველოს ბედზე უნდა მივიღოთ აქ ქართველებმა. საქართველოში ამ პოლიტიკურ სივრცეში არსებულმა ძალებმა და ამიტომაც, როდესაც ვიძახი, რომ ალტერნატივა საბოლოოდ დიალოგს და ურთიერთშეთანხმებას არ აქვს, ეს მართლაც ესეა. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, როგორი ქვეყანა გვინდა, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო, როგორ უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებს ის ზალა, რაც აუცილებელია, რომ ბალანსი ქვეყანაში აღდგენილი იქნას და არ იყოს უზურპირებული ხელისუფლება, იმიტომ რომ ქვეყანა აშკარად მიდის ავტოკრატიული რეჟიმის კიდევ უფრო გამყარებისკენ. და სააკაშვილს და მის ადმინისტრაციას აქვს
რა თქმა უნდა არჩევანი. ან გააგრძელოს ესეთი ავტორიტარული რეჟიმის კონსოლიდირება და პრაქტიკულად ეს გადავა ტირანიაში, რასაც ვატყობთ ბოლო დროს განვითარებული რეპრესიებით, ან დაიწყოს ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ რეალური დემოკრატიული ინსტიტუტების გაჩენა და ეს სივრცე გაუხსნას პოლიტიკურ პარტიებს, რომელიც დღეს ცვლილებებზე ძალიან ხშირად მოუწოდებდა მმართველი გუნდი. ეს იყო მოწოდებები და არაფერი სხვა, ნინო. ეს იყო მოწოდებები და გახსოვთ თქვენ ახალი ტალღა, რომელიც გამოცხადდა სექტემბერში გასული წლის გაეროს ტრიბუნიდან პრეზიდენტის მიერ, ნაბიჯი არ იქნა გადადგმული, სანამ რეალურად არ დაინახეს 9 აპრილს გამოსული ხალხი ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები. და დღეს თუ კი არის ამის შესაძლებლობა, ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში, როგორც გითხარით იგივე საარჩევნო გარემო შეცვლის კუთხით, კოდექსზე მუშაობა იქნება ეს თუ კონსტიტუციურ ცვლილებებზე და რეალურად ერთობლივად მოვძებნოთ გამოსავალი ამ ჩიხიდან. ჩვენ ამ ორმა თვემ დაგვანახა ერთი რამ, რომ დამოუკიდებლად ოპოზიციას არ შეუძლია იმ ცვლილებების მიღწევა, რაც საზოგადოებას სურს. ასევე ძალიან მზარდი ჩემი აზრით განწყობებია ხელისუფლებაში, არა პრეზიდენტის დონეზე დღეს თქვათ, მაგრამ ეს განწყობები არსებობს, რომ იგნორირების პოლიტიკა ასევე ვერ დაარეგულირებს ამ კრიზისს. ამიტომ გამოსავალი არის ერთადერთი. დავჯდეთ და რეალურად დავიწყოთ ამ სისტემის შეცვლა, რამაც მიგვიყვანა ამ ჩიხამდე. ბატონო ირაკლი, თქვენ ახსენეთ და სწორედ აქედან გამომდინარე მინდა კითხოთ, რომ გავიდა თითქმის 3 თვე და ოპოზიციამ ხელშესახებ წარმატებას მაინც ვერ მიაღწია ამ აქციების შედეგად. მე გულისხმობ მოთხოვნა, რაც იყო დაყენებული, თქვათ არ სრულდება და არავინ თქვათ ხელისუფლებიდან არ აპირებს ამ არჩევნების დანიშნვას. ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვათ სტრატეგია შესაძლებელი და სწორედ ამიტომ თქვათ ფიქრობთ, რომ უნდა მიიღოთ მსგავს მუშაობაში მონაწილეობა, თუ ეს თქვენი სტრატეგია იქნება და თქვათ უნდა გაგრძელდეს პარალელურად აქციები. ანუ როგორ ხედავთ ამ ოპოზიციური ბრძოლის გაგრძელებას? ქალტონინო ბოლო 2 თვემ მე სულ სხვა რაღაც დამანახა ის, რომ საზოგადოებაში განწყობა ცვლილების არის და ეს არ შეიცვლება, დაგვანახა 9 აპრილმა და ეს კარგად დაგვანახა 26 მაისმა. ანუ საზოგადოებაში იგნორირების პოლიტიკა ხელისუფლების მხრიდან ამ პრობლემების აბსოლუტურად არ მუშაობს და საწინააღმდეგო. დღეს თუნდაც პრეზიდენტის გამოსვლა, როდესაც ის რეალურად მტრების ძებნას იწყებს ოპოზიციაში და არ იქცევა პრეზიდენტული სტატუსით და რეალურად კონსოლიდაციისკენ ერთს არ მოუწოდებს, ესეც კიდევ ზრდის ამ ნაპრალს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. აბსოლუტურად შესაძლებელია ეს პოზიცია, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ასევე ოპოზიციის მხრიდანაც, იმიტომ რომ მხოლოდ ქუჩის აქციებით ეს პრობლემები არ მოგვარდება და დაადასტურა თუნდაც ბოლო 2 თვემ, მაგრამ მე წარმატებას იმაში ვხედავ, რომ არ ჩაქრა ხალხში ცვლილებისადმი მოთხოვნილება და პირიქით გაიზარდა, მაგრამ ეს ძალა უფრო კონსტრუქციული გზით უნდა მივმართოთ და ეს ერთადერთი გზა არის გადავიყვანოთ ეს პოლიტიკურ არხში. და პოლიტიკური არხი ეს არის ერთადერთი გზა, ეს არის დიალოგი, ლაპარაკი, სისტემური ლაპარაკი, 1-2 3 შეხვედრა ამას არ უშველის, ამას საჭიროა სისტემურად მიუდგეთ მოლაპარაკების პროცესს და თუ კი არის ოდნავ შანსი მაინც, რომ ხელისუფლების მხრიდან და პრეზიდენტის მხრიდან მოხდეს გარკვეულ დათმობებზე წამოსვლა, ეს უნდა გამოვიყენოთ. და ამიტომაც ის სტრატეგია, რომელსაც ჩემი პოლიტიკური პარტია, ჩვენი ალიანსი ადგას, ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი. მე ესე ვთვლი და თვითონ საზოგადოება, რა თქმა უნდა, თვითონ გადაწყვეტს, რომელ გზას დაუჭერს მხარს. გასაგებია და ბოლო კითხვა უბრალოდ თქვენი პასუხიდან გამომდინარე, თქვენ თქვით, რომ ტრებს ეძებს თქვათ პრეზიდენტი, უბრალოდ მაინტერესებს თქვენი როგორც ოპოზიციის წარმომადგენლის ერთ-ერთი ლიდერის პასუხი, გამორიცხავთ, რომ მე კონკრეტულ გვარებს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობ და კონკრეტულ ძალებს, მაგრამ თქვათ რაიმე რუსული ინტერესი იყოს გარკვეული ძალების მიღმა, ან თუნდაც იმის მიღმა, რაზეც სულ საუბრობს ხელისუფლება, რომ სწორედ რუსეთს აწყობს ეს შიდა დესტაბილიზაცია და შეიძლება ამ ვითარებით კარგად ისარგებლოს. ქალტონინო, როგორ შეიძლება ესეთ რამე გამოვირცხოთ, როდესაც რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიის თითქმის მესამე. არა, მე გულისხმობ კონკრეტული ძალების უკან თუ შეიძლება. შეიძლება იქნეს, მაგრამ ამას სჭირდება მტკიცებულებები. ეს ისეთი ბრალდებაა, რომელიც ესე ზერელეთ, ზედაპირულად ამაზე ლაპარაკი არის არასერიოზული. და ხალხს დამერწმუნეთ, რომც რამე სერიოზული აღმოაჩინოს, თქვა სამართალდამცავ სტრუქტურებმა, უკვე აღარ ენდობა, იმიტომ რომ იმდენად ხშირად ვნახეთ პოლიტიკური მოტივით დაკავებული და განთავისუფლებული ხალხი, რომ ხელისუფლებას არც ერთ ნაბიჯს სამწუხაროეს არ ენდობა საზოგადოება. მაგრამ თუ კი არსებობს ესეთი მტკიცებულებები, ბუნებრივია ეს უნდა გამომზეურდეს და ეს უნდა ითქვას ძალიან ღიად, დადასტურებულად და არა ზეპირად და აბსოლუტურად არასერიოზულ კონტექსტში. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ალიანსის საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია იყო ჩვენი სტუმარი. ახლა რეკლამის შემდეგ კი უკვე ჩვენი სტუმრები იქნებიან მმართველი გუნდიდან პავლე კუბლაშვილი და დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე. რას ფიქრობს მმართველი გუნდი ოპოზიციის საზღვარგარეთულ ვოიაჟებზე და რატომ ხედავს ყველა შეხვედრის უკან რუსულ კვალს ხელისუფლება? ასეთი ტიპის შეხვედრები ჩვენ აღარ გვიკვირს, იმიტომ რომ პუტინის და მედვედევის ეს ბრძოლა საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ და საბჭოთა გავლენების აღსადგენად
მათ მიერ კოორდინირდება. არასერიოზული არის, როდესაც სულერთია ბიზნესმენი შეხვდება ადამიანი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, ის ცხადდება კრიმინალად. არის თუ არა ქართულ პოლიტიკაში რუსული ფული, რა ბერკეტები აქვს ხელისუფლებას გააკონტროლოს ოპოზიციის ფინანსები. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი მექანიზმები იმისათვის, რომ გააკონტროლდეს თითოეული რუბლი და თითოეული კაპიკი, რომელსაც იღებენ პოლიტიკური პარტიები საზღვარგარეთიდან. იყენებს თუ არა ხელისუფლებას სხვა საშუალებებს ოპონენტების გასაკონტროლებლად. ხელისუფლება ქვეყნის ოპერატიულ ძალებსა და საშუალებებს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ოპოზიციის ოფისებში აღმოჩენილი მოსასმენი აპარატურა და ბრალდებები ხელისუფლებას. ეს არის სააკაშვილისეული გამჭვირვალება. ეს არის ილუსტრაცია სააკაშვილისა. საქართველოს სპეცსამსახურები მსგავსი ტიპის აპარატურას არ ვიყენებთ დაახლოებით 6 წელია უკვე. ეს როგორც პოლიტიკური პარტიის მთავარ ოფისში მომხდარი ძალიან დიდი სკანდალია. სკანდალი ოფისებში და სკანდალური შეხვედრები ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ცდილობს თუ არა ხელისუფლება ოპონენტების დისკრედიტაციას. ოპოზიციის უფრო მეტი დისკრედიტირება შეუძლებელია, ისინი ამას თვითონ კარგად ახერხებენ. პავლე კუბლაშვილი მმართველი გუნდის პოზიციით დღეს პოზიციაში. ნამდვილად არ შევეკითხები არავის ვისთან შეხვედრას გადავწყვეტ და ვისთან არა. ჩემი პირადი შეხვედრები ნამდვილად არავის საქმე არ არის. პირადი შეხვედრა თუ პოლიტიკური მოლაპარაკებები კახა თარგამაძის შემდეგ ვიქტორ პინჩუკი. რატომ გახდა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის სიძესთან შეხვედრა ხელისუფლების მორიგი ბრალდებების საფუძველი? არ მგონია ხა პინჩუკის მილიარდებს თუ გავითვალისწინოთ, რომ პოლიტიკური პოზიციების შეჯერება გაზიარებაზე ყოფილიყო ეს შეხვედრა. მერაბიშვილს უთანხმოთ, ვის უნდა შეხვდეთ ნინო ბურჯანაძე და ვის არა. თუ როგორ არის ჩვენი საქმე? როგორ არის ბურჯანაძის საქმეების სასამართლოში ბრძოლა ერთდროულად პოლიტიკურ და სამართლებრივ ფრონტზე? რას ედავება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ხელისუფლებას? მივიღე გადაწყვეტილება სასამართლოში უჩივლო საქართველოს პრეზიდენტს პატივის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის. და ხელისუფლება ნინო ბურჯანაძეს, რომელსაც სახელმწიფო დაცვა შეუზღუდეს და ნაჩუქარი ქონების გადასახადს თხოვენ. ალბადონ ნინოს დაერიცხა სულ 1,526,000 ლარი, რომლის შესახებაც მას გაეგზავნა საგადასახადო მოთხოვნა. თვალსაჩინო ქალბატონ ნინოს მორიგ რაუნდს საკუთარი კეთილდღეობისთვის ბრძოლისა. ბრძოლის რა მეთოდებს მიმართავს ექს-სპიკერი და როგორ აპირებს ოპოზიციური ბრძოლის გაგრძელებას ბურჯანაძე? მაქვს მოქმედების ჩემი გეგმა, ეს არის აქტიური ქმედებების, მკვეთრი ქმედებების, კონსტიტუციური, მაგრამ მკვეთრი ქმედებების გეგმა. ნინო ბურჯანაძის მკვეთრი პოზიცია შეძლებს თუ არა ის ყოფილი თანაგუნდელების დამარცხებას? ვისი აჯობებს? ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი დღეს პოზიციაში. რეკლამის შემდეგ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და წარმოგიდგენთ ჩემი გადაცემის შემდეგ სტუმარს მმართველი გუნდიდან პავლე კუბლაშვილია, ჩვენი სტუმარი, რომელიც ხელისუფლების პოზიციას დაიცავს და გაგვაცნობს, ასე ვთქვათ, საღამომშვიდობისა ბატონო პავლე, მოგესალმებით და პირველ რიგში ირაკლი ალასანიამაც განაცხადა, მანამდე ნინო ბურჯანაძეც ამბობდა, რომ მას შემდეგ რაც ვთქვათ, თქვენი მხრიდან არ წყდება ბრალდებები, რომ ოპოზიცია დაფინანსებას რუსეთში ეძებს, გავრცელდა კადრები თარგამაძესთან შეხვედრის შემდეგ ამ კვირაში იყო ეს პინჩუკთან შეხვედრა ბურჯანაძის, რასაც მოყვა ძალიან ესეთი განცხადებები ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ოპოზიცია სულ ამბობს, რომ თუ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ისინი დაფინანსებას იღებენ ამ ადამიანებიდან და რითი უმტკიცებთ თქვენს ოპონენტებს, რომ იქ თქვა საუბარი იყო დაფინანსებაზე ამ შეხვედრებზე. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს და თქვენ კითხვაზე მე მგონი პასუხი ძალიან მარტივია. რაიმე დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენაც კი არ არის საჭირო, თუ ვინმე გააჩნია ოდნავი ანალიზის უნარი და შეაფასებს იმ განცხადებებს, რაც კეთდებოდა თავის ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ძალიან მარტივად მივა დასკვნამდე, რომ საუბარია სწორედ რუსულ ფულზე, რუსულ დაფინანსებაზე. დავიწყოთ იმით, რომ ბატონმა გაჩიჩილაძემ განაცხადა, რომ ის იყო წასული უცხოეთში და მიიღო იქ გარანტიები დაფინანსების, რაც შემდეგ ააღორძინებდა იმ აქციებს, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. რომელი ქვეყანა გეგმულება სხვა, რომელიც ხარჯავს ფულს აქციებში ჩვენ ქვეყანაში. ერთადერთი ესეთ ქვეყანა შეიძლება იყოს რუსეთი. არც ჰოლანდია, არც ავსტრია, არც საფრანგეთი, არც ერთი სხვა ქვეყანა, არც ერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ფულს საქართველოში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით ხარჯავენ. ისევე როგორც არც ერთ სხვა ქვეყანაში პრემიერ-მინისტრს ან პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ მისი მიზანია შეცვალოს ხელისუფლება საქართველოში. სამაგერო ჩვენ ეს ძალიან ხშირად გვესმოდა რუსეთის პრემიერ-მინისტრისგან და რუსეთის პრეზიდენტისგან. ამიტომ კადრების გაგრძელება არ ჩანს, რაზეა საუბარი? ითქვა ისიც დავით გამყრელიძე ითქვა აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნებასაც თუ არსებობს ასეთი? მე მოვისმენთ ბატონი ირაკლი ალასანიას პოზიციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო ეს შეხვედრა ბერლინში და რაზე იყო საუბარი, მაბრძანა რომ ეს იყო პირადი შეხვედრა ბატონი გაჩიჩილაძის, ბატონი გამყრელიძის და თარგამაძის. და თქვენ და ან ვინმე საქართველოში მართლა გონია რომ კახა თარგამაძე ჩამოვიდა იმისთვის რომ ენახა რა დაზიანებები ჰქონდა ლევან გაჩიჩილაძეს
ან ვინმეს მართლა ჯერა რომ მათ საუბრის ერთადერთი თემა ინფორმაცია მიაწოდა ხელისუფლების შესახებ მან. ხო, უფრო სავარაუდო ალბათ თუ გავითვალისწინებთ გაჩიძაძის პირველ განცხადებას, რომ ეს ფულის საშუალოდ იყო წასული უცხოეთში, არის ის, რომ იყო საუბარი ძალიან მარტივ რაღაცაზე. როგორ დაფინანსეს რუსეთის მეშვეობით და კახა თარგამაძე ამ შემთხვევაში არის დამაკავშირებელი რუსეთის და ჩვენი ოპოზიციის, როგორ დაფინანსეს ის აქციები, რომელიც მიმდინარეობს თბილისში. ამიტომ მე მგონი დასკვნების გაკეთება ძალიან მარტივია თუ ამ ყველა ფაქტს ერთმანეთს დაუკავშირებთ. ჩვენმა პატონმა ოპონენტმა ბატონ არასანიაძემ ისევ საუბარი ამას წინათაც როდესაც პირველ ბრიფინგი გამართა და დღესაც ძალიან ოსტატურად აუვარდა გვერდი კახა თარგამაძესთან დაკავშირებით საუბარს. მან თქვა რომ მასთან არ აქვს ცნობობა, არ იცნობს ამ პიროვნებას და ასე შემდეგ. პირადი ცნობობა არ მაკავშირებს. არ მეგულება ადამიანი რომელიც დაბადებულია 2001 წლამდე საქართველოში და არ იცნობს კახა თარგამაძე ვინ არის, არ იცის ვინ არის კახა თარგამაძე, რაც უკავშირდება მის სახელს. პირადად ცნობაზე იყო პირადად ცნობაზე გაცილებით უფრო მეტი არის ის თუ რას აკეთებდა ეს ადამიანი წლების განმავლობაში, როდესაც იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ამაზე პატარა ბავშვსაც კი აქვს ინფორმაცია. მაგრამ ბატონი ალასანია არ დაინტერესებულა არანაირად იმით თუ რატო შეხვდა მისი ასე ვთქვათ თანაპარტნიორები ბატონ თარგამაძეს, რაზე ჰქონდათ საუბარი და ძალიან მარტივად დაიჯერა რომ უი პირადი შეხვედრა ჰქონდათ, მაშინ ხო ეს ინფორმაცია მაშინ ჩემთვის საინტერესო არის. მესმის ბატონო, მაგრამ იცით რა არის? რატომ არის კრიმინალი? იმიტომ რომ იგივე ნინო ბურჯანაძეც ამბობდა რომ ამ კადრებში კრიმინალური არაფერი უნახავს. იგივე პინჩუკთან შეხვედრა. თქვა რაც ამ კვირის თემა იგივე თარგამაძესთან. რა არის კრიმინალი ამ კადრებში? აუცილებლად გავაგზავნებ საუბარს, მე ვთქვი ეს იგივე თარგამაძის შეხვედრასთან დაკავშირებით პლენარულ სტომაზეც ეს არის გაცილებით მეტი ვიდრე კრიმინალი. როდესაც ლევან გაჩიჩილაძე, დათო გამყრელიძე გამოდიან და თვეების განმავლობაში მიკროფონიდან ესაუბრებიან მოსახლეობას, რომ მათი მიზანია ღირსების და სამართლიანობის დაბრუნება და ამის შემდეგ ფარულ შეხვედრებს ხას უსვამს. ფარულ შეხვედრებს მართავენ კახა თარგამაძესთან. ძალიან კარგად ჩანს რას ნიშნავს მათი სამართლიანობა. ისინი არ იყო ფარული, მაგრამ კემპისკის ფოიეში შეხვდნენ კახა თარგამაძეს. მე არ მახსოვს, როდის თქვენს პირველად მათ რომ შეხვედრა ჰქონდათ კახა თარგამაძესთან. კადრების შემდეგ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ რაც გავცელდა ეს კადრები. მანამდე ეს ადამიანები მალავდნენ ყოველგვარ კავშირს კახა თარგამაძესთან. ბუნებრივი პატარა ქვეყანაა და არაფერი არ იმალება და ყველაფერი ხდება ცნობილი. ამიტომ თუ საუბრობ სამართლიანობის აღდგენაზე ხარ დათო გამყრელიძე ან ლევან გაჩიჩილაძე, იქვე უნდა დააყოლო რომ შენთვის ლევან გაჩიჩილაძის სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს კახა თარგამაძის რეჟიმის აღდგენა. ამ შემთხვევაში იქნება ყველაფერი გასაგები. მაგრამ ისინი ამ გაცილებას არ აკეთებენ, ისინი ამბობენ რომ შეხვდებიან ყველას, ვინც კი რამის საჭირო ინფორმაციას ან საინტერესო ინფორმაციას მიაწვის თქვა ხელისუფლების შესახებ, მაგრამ აქვე ისიც მინდა გითხოთ რომ როდესაც ამდენ ვსაუბრობ თქვა კახა თარგამაძის თემა რომ ამოუწუროთ, იმიტომ რომ მე მაინტერესებს იგივე სხვა თემები, რომელიც უკვე ამ კვირაში გახმაურდა, აღმოჩნდა რომ საქმეც არ არის აღძრული შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრზე და ამ დროს ძალიან სერიოზული ბრალდებები გაისმა მისი მისამართით თქვა თქვენი მხრიდან. რატომ? მაშინ რატომ თავის დროზე არ აღიძრა საქმე და თქვა პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგა? სამართალდამცავი ორგანოებისთვის ის საკითხი, რომელიც აუცილებლად დროულად უნდა მიეხედოს და ყველა ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც კახა თარგამაძის დროს წარმოადგენდა დანაშაულს, ცეცხლსამართლის საქმე უნდა იყოს აღძრული პირადად მის მიმართ და იმედი მაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები ამას გააკეთებენ. თქვა რა საუბარია ამ შემთხვევაში? მე უკაცრავად ერთსაც ჩაგეკითხებით და მოგისმენთ, რატომ ელოდებოდით თქვა ასეთი კადრების გავრცელების შემდეგ რატო დაიწყო ამაზე საუბარი ხელისუფლებამ და რატომ მანამდე არა? შემდეგში ვთქვათ, მე ეგ მაგაზე მინდა ვთქვა, მე არ ველოდები რომ რუსეთი გადმოგცემს ეხა კახა თარგამაძეს თავის მოქალაქეს ამ ეტაპზე უკვე, მით უმეტეს რომ ეს ადამიანი იყო ძალიან ახლოს დაკავშირებული რუსულ სპეცსამსახურებთან. არავისთვის უცხო არ არის ის რომ ის იყო პირდაპირ კავშირზე უშიშროების საბჭოს ირვანთან რუსეთში, ის იყო FSB-სთან და სპეცსამსახურებთან ძალიან ახლო ურთიერთობაში, თვითონ აცხადებს რომ იყო გენერალი და მე დარწმუნებული ვარ ის იყო რუსული სამსახურების გენერალი, აქედან გამომდინარე მის გადმოცემაზე ხა ილუზია ნამდვილად არ აგვაქვს, ამიტომ ვფიქრობ რომ შედეგიანი შეიძლება საქმის აღძვრაც კი ნაკლებად აღმოჩნდეს. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ უნდა შევაფასოთ იმ პოლიტიკოსების ქმედებები, რომლებიც აცხადებენ ზუსტად იმას, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ ისინი მზად არიან შეხვდნენ ნებისმიერ ადამიანს, ილაპარაკონ ნებისმიერ თემაზე, ბატონმა გაჩიჩილაძე ბრძანა რომ მან შეიძლება ყველას გამოართვას ფული და არანაირი ვალდებულება ამის გამო არ ექნება. ვინმე შეერა რომ რუსეთში ფულს მიცემენ გაჩიჩილაძეს ისე რომ არ მოსთხოვენ რაიმე სანაცვლოდ, ან სადმე არ იგებენ ფულს ისე რომ სანაცვლოდ არაფერს არ ეთხოვენ. ეს არის ძალიან კონკრეტული ვალდებულება. თუ ისინი მზად არიან ყველასგან აიღოს ფული, აიღონ ფული. მაგრამ მათ არ უთქვამთ რომ ყველასგან აიღებენ ფულს, ყველას შეხვდებიან, ვინც კი საინტერესო ინფორმაციას ყველას დავილაპარაკებით, ყველასთან გვექნება
ესეთ საუბრებში წყდება ზუსტად ახლა საქმეები. ეხლა არავის არ აქვს ილუზია იმის, რომ გადარიცხვები იქნება საბანკო ანგარიშებიდან. ერთი ანგარიში და სხვა FSB-ს აქვს რაღაც ანგარიში და იმ ანგარიშიდან გადაურიცხავს რომელიმე პარტიას ფულს. რა თქმა უნდა არა. ესეთ შეხვედრებზე წყდება სწორედ ფულის გადაცემის საკითხები. და სწორედ ესეთი შუამავლების მეშვეობით როგორც კახათ არგამაძე და ჩინიდან გასაქმეთა ყოფილ მინისტრ ასე ვთქვათ ხელისუფლების ეს დამოკიდებულება ისაც გასაგებია, იმიტომ რომ თქვენ რეჟიმს და ვთქვათ იმ ხელისუფლებასაც ებრძოდით, მაგრამ რაც შეეხება ვთქვათ ვიქტორ პინჩუკს, აი ამ კვირაში რაზეც იყო ასეთი ხმაურიანი განცხადებები ბურჯანაძისა და ამ ვთქვათ ბიზნესმენის და კუჩმას სიძესთან შეხვედრაზე. აქ რა იყო ასეთი კრიმინალი, ვთქვათ ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ის არის დასავლეთისთვის მისაღები, ძალიან კარგი კონტაქტების ადამიანი, ბიზნესმენი. ძალიან საინტერესო შეფასება არის ბატონი პინჩუკის. გეგონებათ საუბარი იყოს ვიღაც რიგით ბიზნესმენზე, რომელსაც რამოდენიმე მაპატიებს ბუტკა აქვს კიევში და მეტი არაფერი. ეს არის ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი მილიონები იშოვა რუსეთთან ერთად, გაზპრომთან ერთად, იშოვა იმ ხაზით, რასაც რუსული ფული ქვია და ამის შემდეგ დღეს ის გვევლინება უკრაინაში პრორუსული ოპოზიციის, ანუ ოპოზიციის პრორუსული ნაწილის მთავარ დამფინანსებლად. ასეთ შემთხვევაში თქვენ როგორ ფიქრობთ დღეს რა პირადი საკითხი უნდა ყოფილიყო ისეთი რომლის ქალბატონი ნინო იყო საუბარი დღეს ჩვენი სტუდიის იმედივარს რომ ქალბატონი ნინო დაადასტურებს დააზუსტებს რაც გულისხმობს პირად საკითხებში არ მგონია უბრალოდ რომ ესეთ ცხელი ზაფხულის დროს ქალბატონ ნინოს მოეცალა იმისთვის რომ ბატონ პინჩუკის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ქონოდა საუბარი არის არა კონკრეტებს რაზე იყო საუბარი ყოველ შამ დრომდე პირადი რა შეიძლება ყოფილიყო აი ეს მაინც ერთი მიმართულება მაინც იქნებ გითხართ მაგრამ რა თქმა უნდა ვერაფერს ამას ქალბატონ ნინო ვერ ეტყვის შეიძლება ისევ და ისევ გაიმეოროს რომ პირადი შეხვედრა იყო და მეტი არაფერი არ თქვას მაგრამ რეალობა ხო ერთია ეს არის ისევ და ისევ ის შეხვედრები რომელსაც ჩვენი ოპონენტები უმალავენ საზოგადოებას მაშინ როცა მიტინგებზე ძალიან უმახიანად ამბობენ რომ ჩვენ არავის არ შეხვდებით თქვენ ზურგს უკან არ გვექნება არც ერთი შეხვედრა რომელზეც არ გეტყვით და ამის შემდეგ აღმოჩნდა რომ ერთი მიდის და ბერლინში ხდება კახათ არგამაძეს არავის ამაზე არ ეუბნება მეორე მიდის და უკრაინაში მთავარ ოლიგარქს რომელიც რუსული ფულით აფინანსებს პრორუსულ ოპოზიციას ხდება და ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ აცნობს საზოგადოებას რაც ისეაც გავრცელდა ეს ინფორმაცია ეს არის მათი დამოკიდებულება საკითხისადმი ბუნებრივია რაღაც იმალება ამის უკან და ეს რაღაც სხვა არაფერია თუ არა რუსული ფული გასაგებია, თუმცა ისინი ამბობენ რომ პირადი შეხვედრები არავის საქმე არ არის, ვის შეხვდებიან და ვის არა. ოპოზიციის ლიდერები. პირადი საკითხი, ვის ჯანმრთელობა ვინ როდის მოიკითხა, ეს არ არის ჩემი საქმე, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მეეჭვება და ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ პირადი მოკითხვის მიზნით შეხვდა ქალბატონი ნინო ბატონ პინჩუკს. კარგით, რაც შეეხება რამდენიმე საკითხის ხმაურიანი თემები და ვთქვათ ბრალდებები წამოაყენა ოპოზიციამ, ეს ერთი ესეთი არის რკინიგზის თემა. თქვენი ოპონენტები ამტკიცებენ რომ ხელისუფლება მისი გასხვისების თემაზე მართავს მოლაპარაკებებს რუსეთთან და დასახელდა გვარიც ვინმე შარანგია, რომელიც შუამავლად სახელდება ამ მოლაპარაკებებში, ვინ არის ეს შარანგია და თქვათ რა ხდება რკინიგზაზე, რატომ კეთდება ესეთი განცხადებები. თუმცა ჩვენ მოვისმინეთ მართველი გუნდიდან, მართველი გუნდი უარყოფს ამას, მაგრამ მაშინ ვინ არის შარანგია? ვინ არის შარანგია და ვიც თუ არა ვინ არის ეს პიროვნება? მე მინდა ვთქვა რომ მსმენია ამ პიროვნების შესახებ და ვიცი რომ ესეთი ბიზნესმენი არსებობს. ამის მეტი ინფორმაცია მის შესახებ არ მაქვს. თუ ქალბატონი ნინო ამბობს რომ აი ამ შარანგიას უკავშირდება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და რაღაც ესეთი საკითხი მათ შორის რკინიგზის თემასთან დაკავშირებით ძალიან ვთხოვთ რომ დააკონკრეტოს რას გულისხმობს ამ შეხვედრაში რა კონკრეტული ბრალდება აქვს რატომ არის ეს შარანგია ესე გამორჩეული ამ შემთხვევაში ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იქნება ეს ფაქტები მე იმედი მაქვს რომ უფრო კონკრეტულ ბრალდებას მოვისმენ გარდა იმისა რომ არსებობს თუნდაც ვიღაც ბიზნესმენი შარანგი კარგით, ასაც ვკითხავთ ქალბატონ ნინოს და კიდევ ერთი ხმაურიანი თემა მამისონი, სადაც დღემდე გაურკვეველია რა მოხდა, ვინა აფეთქა ხიდი ოპოზიცია ამბობს რომ იქ დღემდე არ დგანან ქართველი მესაზღვრეები, თუმცა ჩვენ ვიხილეთ ვიცე-სპიკერი ადგილზე ჩასული, რომელიც ამბობდა რომ ისევ იქ არის საგუშაგო, ანუ რომ 20 კილომეტრიანი ზონა გადაეცათ რუსეთს, ვთქვათ, ამბობს ოპოზიცია. მოკლედ, ურთიერთ გამომრიცხავი განცხადებები კეთდება. რა ხდება მამისონს? მე მგონი ეს ის შემთხვევა, როდესაც წყვილს ძალიან მოკლე ფეხი აქვს და რეალობა ძალიან მარე გამოჩნდა. ჩვენი ოპონენტები ერთი კვირის განმავლობაში ცდილობდნენ საზოგადოება დაერწმუნებინათ რომ სასაზღვრო ასე ვთქვათ პუნქტები აღარ არსებობს იქ სასაზღვრო პოლიციამ უკან დაიხია ან საზღვარმა უკან გადმოიწია ჩავიდა ყველა იქ ვინ შეიძლებოდა რომ ჩასულიყო
ვიცე-სპიკერით დაწყებული დამთავრებული თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები. მათ შორის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართული, მათ შორის მამუკარეშიძეს და ყველამ დაადასტურა, რომ არანაირი ცვლილება საზღვართან დაკავშირებით არ მომხდარა და აქედან გამომდინარე რაიმე აჟიოტაჟის ატეხვა, სხვა არაფერია თუ არა უბრალოდ მცდელობა იმის, რომ რაც შეეხება ხიდის აფეთქებას, ბატონო პავლე, თუ არის გამოძიება დაწყებული თქვა კითხულობები. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და არა მხოლოდ გამოძიებაა დაწყებული. პირველ რიგში რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, რაც აკეთებს კიდევაც ხიდის აღდგენა არის დაწყებული. ამიტომ ამ მისამართით ალბათ ბრალდებები მე ვფიქრობ ცოტა უადგილოა. კარგით, და კიდევ ერთი პარლამენტმა დაიწყო მანიფესტაციების და შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებებზე მუშაობა და იქ საუბარია, რომ ხელოვნური ბარიერით ან რაიმე კონსტრუქციით ქუჩის გადაკეტვა თქვა დაუშვებელი იქნება, ანუ პირდაპირ საკნების ჩაწერას ხომ არ აპირებთ ამ კანონში, ანუ ეს არის ამ ორთვიანი თუ სამთვიანი აქციების შედეგი და იგივე ის, რომ ხელისუფლება აკანონებს პოლიციის მიერ არალეტალური ტყვიების გამოყენებას, რასაც მოყვა საკმაოდ ისეთი მწვავე რეაქციები თქვენი ოპონენტების მხრიდან, იმიტომ რომ ეს კი პოლიციის სამმართველოსთან 6 მაისს პოლიციამ თქვა პლასტიკური ტყვიები უკანონოდ გამოიყენა თუ რატომ ამ კაცრებს ამ კანონს ხელისუფლება იმით რომ ამ კანონის მიღება ამ კანონების მიღება არანაირად არ უკავშირდება დღეს მიმდინარე აქციებს ეს კანონი შევაძალეს მას შემდეგ რაც ბუნებრივი აქციები დასრულდება და მაგრამ ცვლილებების შეტანა უკავშირდება თუ არა ძალიან მნიშვნელოვანი კანონში დღესაც წერია რომ განზრახ ქუჩის გადაკეტვა არის აკრძალული მაგრამ ჩვენმა ოპონენტებმა ეს რატომღაც სხვაგვარად წარმოადგენეს და თქვეს რომ კი ქუჩის გადაკეტვა შეიძლება თქვა ადამიანების მეშვეობით იყოს აკრძალული მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ბარიკადები აღმართოთ ასეთ უფლებას არც ერთ ქვეყანაში არც ერთი კანონი არ ანიჭებს არც ოპოზიციას და არც ნებისმიერ სხვა ადამიანს ანუ ზუსტად იყო კანონში ამას გულისხმობ არა ეს არის დაკონკრეტება კიდევ უფრო დაკონკრეტება იმათთვის ვინც ცდილობს რომ გვერდი აუაროს კანონს ვინც ცდილობს რომ წარმოაჩენოს ისე რომ თითქოს მას აქვს უფლება ბარიკადები აღმართოს ქვეყნის მთავარ პროსპექტზე და თქვენ პოლიციამ აუარა კანონს როდესაც ის ტყვიები გამოიყენა 6 მაისს. რადგან ეხლა საუბარი რომ უნდა დაკანონდეს პოლიციის მიერ არალეტალური ტყვიების გამოყენება. საუბარი დღესაც კანონში წერია რომ აკრძალულია მხოლოდ ისეთი იარაღის გამოყენება, რომელიც საერთაშორისო ნორმებით და კონვენციებით არის აკრძალული. არალეტალური იარაღს ეს აკრძალვა არ ეხება. შესაბამისად გამოყენება მოხდა აბსოლუტურად ლეგიტიმურად. ჩვენ უბრალოდ ვაკონკრეტებთ რა შემთხვევაში შეიძლება გამოიყენონ ეს იარაღი. და ზღუდავთ ამ სფეროსაც. ზღუდავთ რომ ამის გამოყენება არის მხოლოდ იმ შემთხვევაში შესაძლებელი, როდესაც არის საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევის ფაქტები, როდესაც არის პოლიციაზე და დაცულ ობიექტებზე თავდასხმა, ეს არის ის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს ფუნქცია არის სწორედ რომ წესრიგი დაიცვას და ნებისმიერი ძალა გამოიყენოს მაქსიმალური რაც აუცილებელია ამ შემთხვევაში წესრიგის აღსადგენად. და როდიდან შევა ეს კანონი ძალაში, ვთქვათ და თუ გამოიყენებთ ამას უკვე მიმდინარე აქციების, იმიტომ რომ არამედ არც მიმდინარე აქციებს ეს კანონი არანაირად არ შეეხება. მე ვარაუდობ რომ კანონი ძალაში შევა 1 სექტემბრის შემდეგ და აქედან გამომდინარე თუ ვინმეს უნდა წარმოადგინოს რომ ეს კანონი ასე ვთქვათ კონკრეტულად საკნების ან გალიების წინააღმდეგ არის მიმართული ძალიან ცდება. მაგრამ ეთანხმებით თუ არა იმას რომ ვთქვათ გაამკაცროს კანონი ეს გადაწყვეტა ხელისუფლებამ და რამდენად დემოკრატიულია ვთქვათ ეს ნაბიჯი ამ ფონდში. ეს არის დაზუსტებები კანონში. მე ვფიქრობ რომ ჩვენი დაზუსტებებით არანაირად არ ვწდებით საერთაშორისო სტანდარტებს, ვერ გამისახელებთ ერთ ქვეყანას, სადაც ხელისუფლება ესე ლოიალური იქნებოდა გამოხატვის თავისუფლებისადმი და დაუშვებდა იმას რომ გალიები ყოფილიყო ქვეყნის მთავარ პროსპექტზე ასე ვთქვათ დადგმული და ამის გამო ყოფილიყო შეშერებული მოძრაობა მათ შორის დღესაც კი როდესაც არანაირი აუცილებლობა მოძრაობის გადაკეტვის იქ არ არსებობს. კარგი და ბატონო პავლე თქვენმა ოპონენტმა წინა სტუმარმაც კი ირაკლი ალასანიამაც თქვა რომ ხელისუფლება ოპერატიულ საშუალებებს იყენებს ოპონენტების პოლიტიკური დევნისთვის და ამის მაგალითად ერთ-ერთ მაგალითად მან მოიყვანა აი ეს ფაქტი მოხდა სკანდალური ფაქტი რომ თქვა ოპოზიციის ორი პარტიის ოფისში ყო აღმოჩენილი მოსასმენი აპარატურა თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ რომ ამ საქმეზე თქვა დაიწყო გამოძიება მაგრამ მაინც რამდენად დადვილი იქნება ხელისუფლებისთვის დაამტკიცოს რომ ეს თქვენი გაკეთებული არ არის პირველ რიგში იმპოზი როდესაც ყველა საუბრობს ყველას უსმენენ და მიმდინარეობს ეს დევნა ოპონენტების არა მხოლოდ ეს თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ რომ გამოძიება არის დაწყებული ისიც აღინიშნა რომ ესეთი აპარატურა აღარ გამოიყენება უკვე დიდი ხანია და გარდა ამისა ნათქვამი იყო რომ ესეთი აპარატურა იყიდება თავისუფლად და შესაბამისად შეზღუდვა რაიმე არ არსებობს და ნებისმიერ ადამიანს რომელსაც ადრე ქონდა შეხება სპეცსამსახურებთან თუ არ ქონდა შეუძლია ესეთი აპარატურა გამოიყენოს თავისი მიზნებისთვის სამწუხაროდ ესეც რამე არსებობს მე მართლაც ვარაუდობ რომ შესაძლოა ვინმეს უნდა და აქცენტების გადატანა სხვა მიმართულებით ამ სიტუაციაში, როდესაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ჩვენი ოპონენტები და სწორედ ამიტომ აღმოაჩინეს ოპოზიცია ვთქვათ ხელისუფლების გარდა
გარდა. შესაძლოა ერთმანეთის ასე ვთქვათ ინფორმაციაც აინტერესებს, მაგრამ ამაზე არ ვამბობ ამ შემთხვევაში. ვსაუბრობ იმაზე, რომ ვიღაცამ შეგდებულად ეს დააყენა იმისთვის, რომ შემდეგ თვითონვე ეპოვა და ეთქვა, რომ ვიღაც მე მისმენს. ამაზე მაქვს საუბარი. და თქვენ თქვით რომ ამ წუთას რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ჩვენი ოპონენტები და ჩვენი ბოლო სტუმარი არის თქვენ შემდეგ ნინო ბურჯანაძე, ამიტომ მინდა ბოლო კითხვა ისევ ამ თემაზე დაგისვათ. თქვენ არაერთხელ წაუყენეთ მას პირადად ბრალი, თქვენ არა, მაგრამ ამავე სტუდიაში გოგა გიორგი გაბაშვილი საუბრობდა და ხელისუფლების მხრიდან ღია ბრალდებები რომ მას აქვს რუსული ფული და იყენებს ქვეყნის ასარევად, გაკეთდა ასეთი განცხადებებიც, რის გამოც პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს სასამართლოში უჩივის ღირსების შელახვისთვის და ითხოვს კონკრეტულ მტკიცებულებებს და ამბობს რომ მზად არის მაშინ რომ ის დაიჭირონ. მე ნამდვილად არ გავაკეთებ კომენტარს სასამართლოსთან დაკავშირებით და იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც უნდა გაიმართოს ან იმართება. მე ერთი რამ შემიძლია თქვა, რომ ყველაზე სწორ დასკვნებს ყოველთვის აკეთებს საზოგადოება. საზოგადოება შეაფასებს იმას, რაც ნიშნავს ნინო ბურჯანაძის შეხვედრა პინჩუკთან, კავკასიის და გაჩეჩერაზის შეხვედრა თარგამაძესთან, რაც ნიშნავს ბატონი ბიწაძის შეხვედრა კანონიერ ქურდებთან და მათ წარმომადგენლებთან მხედველობაში კიევის შეხვედრა ის შეხვედრები, რომლის შემდეგაც გაჩნდა დაფინანსება ბურჯანაძის პარტიისთვის, რომლის შემდეგაც გაჩნდა ის ფული, რომელთაც შეზედა მოხდა ეგრეთ წოდებული ბეისბოლის ბიტების და დროშის არების, რომელსაც ძალიან წარმატებით იყენებდნენ შემდეგ თვითონვე. ამიტომ ეს კითხვები ბუნებრივი არსებობს და საზოგადოება გასცემს ამაზე პასუხს. ვერანაირი სასამართლო საზოგადოების სასამართლოზე უფრო ძლიერი ვერ იქნება. კარგით, დანარჩენი უკვე ამ თემებზე ჩვენ გამოგზავნებთ ჩვენ შემდეგ სტუმართან. ძალიან დიდი მადლობა. მართველი გუნდიდან პავლე კუბლაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში და სულ რამდენიმე წუთში ქალბატონი ნინო ბურჯანაძე იქნება ჩვენი შეუპასუხებს ჩვენს კითხვას პირდაპირ ეთერში. ნამდვილად არ შევეკითხები არავის, ვისთან შეხვედრას გადავწყვეტ და ვისთან არა. ჩემი პირადი შეხვედრები ნამდვილად არავის საქმე არ არის. პირადი შეხვედრა თუ პოლიტიკური მოლაპარაკებები კახა თარგამაძის შემდეგ ვიქტორ პინჩუკი. რატომ გახდა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის სიძესთან შეხვედრა ხელისუფლების მორიგი ბრალდებების საფუძველი? არ მგონია ხა პინჩუკის მილიარდებს თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლიტიკური პოზიციების შეჯერება გაზიარებაზე ყოფილიყოს ეს შეხვედრა. მერაბიშვილს უთანხმობთ, მოთ ვის უნდა შეხვდეთ ნინო ბურჯანაძე და ვის არა. თუ როგორ არის ჩვენი საქმე? როგორ არის ბურჯანაძის საქმეები სასამართლოში ბრძოლა ერთდროულად პოლიტიკურ და სამართლებრივ ფრონტზე? რას ედავება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ხელისუფლებას? მივიღე გადაწყვეტილება სასამართლოში უჩივლო საქართველოს პრეზიდენტს პატივის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის. და ხელისუფლება ნინო ბურჯანაძეს, რომელსაც სახელმწიფო დაცვა შეუზღუდეს და ნაჩუქარი ქონების გადასახადს თხოვენ. ალბათ ნინოს დაერიცხა სულ 1,526,000 ლარი, რომლის შესახებაც მას გაეგზავნა საგადასახადო მოთხოვნა. თვალსაჩინო ქალბატონ ნინოს მორიგრაუს საკუთარი კეთილდღეობისთვის ბრძოლისა. ბრძოლის რა მეთოდებს მიმართავს ექს-სპიკერი და როგორ აპირებს ოპოზიციური ბრძოლის გაგრძელებას ბურჯანაძე? მაქვს მოქმედების ჩემი გეგმა, ეს არის აქტიური ქმედებების, მკვეთრი ქმედებების, კონსტიტუციური, მაგრამ მკვეთრი ქმედებების გეგმა. ნინო ბურჯანაძის მკვეთრი პოზიცია შეძლებს თუ არა ის ყოფილი თანაგუნდელების დამარცხებას? ვისი აჯობებს? ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი დღეს პოზიციაში. და წარმოგიდგენთ ჩემი გადაცემის ბოლო სტუმარს, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე უპასუხებს ჩვენს კითხვებს. საღამომშვიდობისა ქალბატონი ნინო, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და საუბარს ბუნებრივია დავიწყებ ამ კვირის ასე ვთქვათ ხმაურიანი თემით, რაზეც ჩვენ აი წინა სტუმარსაც უსმენდით, თქვენი და პინჩუკის შეხვედრა კიევში, რასაც მოყვა საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები. თქვენ განმარტეთ, რომ ეს იყო პირადი შეხვედრა და გაგიკვირდათ კიდეც, რომ ასეთი ვთქვათ აჟიოტაჟი მოყვა ამ თემას, თუმცა ხელისუფლება ამბობს, რომ იქ ამ შეხვედრაზე ისინი ამათ აქვთ ეჭვი რომ იყოს საუბარი დაფინანსებაზე და იგივე უკრაინული მედია წერდა რომ თქვენ დაფინანსების თემაზე საუბრობდით უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის სიძესთან. ძალიან საინტერესოა ესეთი მარჩიელობის რეჟიმში გადავიდა ჩვენი მთავრობა და ლაპარაკობს რომ ალბათ ამაზე იყოს საუბარი და სხვაზე რაზე უნდა ესაუბრათ, არავის საქმე არ არის. ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვის შევხვდები, როდის შევხვდები, რაზე ვისაუბრებ, როცა ჩემს ქმედებაში არ არის არაფერი უკანონო, არაფერი კრიმინალური, არაფერი ანტისახელმწიფოებრივი, ნამდვილად არ ვკითხავ არავის, ვის, როდის და სად შევხვდე. რა თქმა უნდა, ეს აჟიოტაჟი არის აბსოლუტურად ხელოვნურად გამოწვეული. მთავარი ამოცანა ამ ხელისუფლების არის ის, რომ გადაფაროს ძალიან მნიშვნელოვანი თემები, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისი, რაც ქვეყანაში არის, გადაფაროს მამისონი, გადაფაროს გაეროს გასვლა, ეუთოს გასვლა, გადაფაროს ბევრი სხვა თემები. ეს არის მთავარი ამოცანა და მთავარი ამოცანა არის, რა თქმა უნდა, ოპოზიციის და განსაკუთრებით ნინო ბურჯანაძის დისკრედიტაცია. გავიგე, რომ ძალიან ეშინია ჩემი სააკაშვილს, მაგრამ სიმართლე ეს ფაქტია, არა, მე არ ვფიქრობ,
მე განსხვავებით ხელისუფლებისაგან ვლაპარაკობ კონკრეტული არგუმენტებით, ის აბსოლუტური დევნა რაც ხორციელდება ჩვენი პარტიის წევრების მიმართ, პირადად ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, აჩვენებს ძალიან ათლად იმას, რომ ხელისუფლებას პანიკურად ეშინია სწორედ განსაკუთრებით ჩვენი პოლიტიკური ძალის. მე ეს არაერთხელ შემიმჩნევია ადრე სააკაშვილისთვისაც, ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი, როდესაც მე ყველა ნაბიჯს ვდგამდი იმისათვის, რომ ერთიანობა გუნდი შენარჩუნებული ყოფილიყო, როცა მართლაც ვცდილობდი მაქსიმალურად მეკეთებინა ის, რაც ქვეყნისათვის მიმაჩნდა, რომ სწორი იქნებოდა. ვერასოდეს ვერ მივაღწია იმას, რომ არ ყოფილიყო მუდმივად წყალქვეშა დინებები, მუდმივად ზურგს უკან რაღაც ესე ვთქვათ ბლოკირებები, მუდმივად გარკვეული პრობლემების შექმნა და მათ შორის დისკრედიტაციის მცდელობები და იცით რა შეა საქმე ხა მე ძალიან კარგად ვიცი განსაკუთრებით რატო ეშინია სააკაშვილს და რატო ხარჯავს მილიონებს იმაში ქვეყნის გარეთ და ამ მილიონებზე მას აუცილებლად მოთხოვენ პასუხს იმიტომ რომ ეს საბიუჯეტო თანხებია წესით რომელიც გაუმჭვირვალედ იხარჯება რატომ ხარჯავს ის მილიონებს PR კომპანიებში რომ ჩემი იმიჯი და ოპოზიციის იმიჯი ზოგადად საზღვარგარეთ შელახოს მან ძალიან კარგად ვიცის რომ მე არა მარტო პინჩუკთან საუბარი და შეხვედრა შემიძლია არამედ ძალიან სერიოზულ და ავტორიტეტულ ადამიანს ვიცნობ უკრაინაშიც, ევროპაშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. არ არის მარტო პარლამენტის თავმჯდომარეობაზე საქმე, პარლამენტის თავმჯდომარე ბევრია, მაგრამ ესეთი კონტაქტები ნამდვილად არ აქვთ ხოლმე და ეს კონტაქტები სააკაშვილისთვის ყოველთვის იყო საშიში. ეხლა მისი გადმოსახედიდან, ეხლა რაც შეეხება პინჩუკის შეხვედრას, მე ძალიან საინტერესო დაკავშირებით იგივე პავლე კუბლაშვილი ამბობდა და მანამდე სულ იყო საუბარი რომ ეს პირადი შეხვედრა რას ნიშნავს, რაზე საუბრობდა ნინო ბურჯანიძე და თქვათ ვიქტორ პინჩუკი ხელოვნებაზეო ამ პროცესების ფონზე როდესაც საქართველოში მინდა ხელოვნებაზე ვილაპარაკებ, მინდა სპორტზე ვისაუბრებ და მინდა პოლიტიკაზე ვილაპარაკებ. არავის საქმე ეს არ არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეს იყო ჩემი პირადი შეხვედრა და სწორედ იმ დოზით ვილაპარაკებ ამ შეხვედრაზე და მანამდე ვაკონკრეტებ სწორედ იმ დოზით და მანამ ვილაპარაკებ ისე რა დოზითაც და როგორც თვლი საჭირო. თუ ჩავთვლი საჭიროთ მეტ დაკონკრეტებას, ვისაუბრებ უფრო მეტზე. ძალიან მაინტერესებს ამ ვიზიტთან დაკავშირებით კიდევ დამატებითი რა ინფორმაცია ექნება ჩვენს ბრჭყალებში ძლევამოსილ ასე ვთქვათ სამსახურებს ძალიან დიდი ინტერესით ველოდები მათი მხრიდან კიდე რა ინფორმაცია იქნება გავრცელებული ზოგი უკრაინულ ვებგვერდებზე და ზოგი ჩვენს ვებგვერდზე ჯერჯერობით მე ნამდვილად არაფრის თქმას არ ვაპირებ. რატო უნდა ვთქვა ქალბატონინო კიდევ ერთხელ ვიმეორებ არავის საქმე არ არის პრეზიდენტი მიდის ქვეყნიდან უკაცრავად პრეზიდენტი მიდის ქვეყნიდან და წასულია 3-3 და 4-4 დღე ისე ქვეყნიდან რომ არავინ არ იცის პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით ბოდრუმშია ის ოფიციალურ ვიზიტზეა წასული თუ სად არის პრეზიდენტი არ აძლევს თავის თავს უпростоრად პრეზიდენტი არ თulis თავს ვალდებულად რაც აბსოლუტური ნონსენსია და წარმოუდგენელი რომ საზოგადოებამ და ქვეყანამ იცოდეს რომელ ქალაქშია ის დღეს სად არის რომელ ქვეყანაშია ვის ხვდება რა ვიზიტები აქვს და ძალიან ბევრი ვიზიტებია რომელიც უბრალოდ კითხვის ნიშანს იწვევს და ჩამოდის პრეზიდენტის 3-4 დღიანი ვიზიტის შემდეგ და ერთი ოფიციალური პირი არ არის დასახელებული ვისაც ხვდება მე არ მაქვს ესეთი ვალდებულება შესაძლოა არ გაქვთ უბრალოდ ჩაგეკითხებით ეს ვიდეო და ისე ოპოზიციის არგუმენტები მინდა მოვიყვანო რომ თქვენ თავად საუბრობთ ანუ ოპოზიციაში რომ ხელისუფლება იყენებს მსგავს შეხვედრებს პოლიტიკური ხალხისთვის და იმითով საუბრობთ რატომ არ დაასწარეთ არ მეშინია ამ გამოყენების ხელისუფლების მხრიდან ამ ტიპის არგუმენტების არაფერი არ მაქვს ასე ვთქვათ შესაშინებელი და დასამალი და ვერავინ ვერასოდეს ვერ დადებს ვერც ერთ დოკუმენტს ვერც ერთ მასალას ვერც ერთ ჩანაწერს ვერც ერთ რეალურ ამბავთან მიახლოებულ რაიმეს რომელიც მიუთითებს ან შეიძლება მიუთითებდეს იმას რომ მე ოდესმე ქვეყნის არათუ ინტერესების საწინააღმდეგოდ არამედ ოდნავიოტის ოდენა საზიანოთ და ქვეყნის სასარგებლოდ არ გადამიდგამს ნაბიჯი ვერავინ ესეთ მასალას ვერ დადებს ამიტომ მე არ ვაპირებ იცით ხელისუფლების შემოთავაზებული თამაშით თამაშ ნინო და არ ვაპირებ რომ ვინაიდან ეხა ხელისუფლებამ და პალიკო კუბლაშვილმა თითი დამიქნია რომ წახვალ საზღვარგარეთ მითხარიო ჩავაბარო წინასწარ ანგარიში ვის შევხვდები ვის დაველაპარაკები და გული მიკანკალებდეს რომ მე შემთხვევით ვინმე არ შემხვდეს ან სასტუმროს ფოიეში და ან რესტორანში საჭმლის ჭამის დროს და მე ეს არ აღმოჩნდეს განხილვის თემა არ ჩავაბარებ ამასაც გასცეთ პასუხი იგივე ჩვენი მეუღლის შეხვედრები კიევში შალვა-ბრეუსთან და თქვათ პასუხს კრიმინალური ავტორიტეტები მოიკითხონ თავისთან და კრიმინალურ ავტორიტეტებთან კონტაქტი არასოდეს ჩემი ოჯახის არც ერთ წევს კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირი არ ქონია და არანაირი კალაშოვი და მასთან დაახლოებული პირი იმ შეხვედრაზე არ ყოფილა და ჩემმა მეუღლემ გააკეთა ძალიან კონკრეტული განცხადება გაზეთში და მე მგონი თქვენ მაღალკვალიფიციური ჟურნალისტი ხართ გეცოდინებათ ეს ინფორმაცია იმ შეხვედრას რომელზეც საუბარია და რომელიც შედგა რამდენიმე თვით ადრე ამოვლენების დაწყების
ესწრებოდა ხელისუფლების წარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილის ძალიან ახლო ადამიანი, მისი წრიდან მე ამას არ ვიტყვი. ჯერ ერთი ეს არ არის ჩემი უფლებამოსილება და ჩემმა მეუღლემ თქვა რომ ის პატივსცემს სტუმარ მასპინძლობას და თავად არ იტყვის ამგვარს ხელისუფლებამ თქვას ნინო ჩაატარეთ თქვენ ჟურნალისტმა ჟურნალისტური გამოძიება ის ფოტოები ხომ არსებობს მოთხოვეთ ვანო მერაბიშვილს მთელი სერია იმ ფოტოების იმ ფოტოებზე თუ არის ბადრი ბიძაძე იქნება ის ადამიანიც ხა ძალიან გთხოვთ რა უკრაინულ მედიაში რა გავრცელდა მიუწვდება ხელი ვანო მერაბიშვილს გამოითხოვოს და კონკრეტულად ხელისუფლების წარმომადგენელი ესწრებოდა ამ შეხვედრას და თქვას ამ ადამიანმა იყო თუ არა იქ ვინმე კალაშოვი ან კალაშოვთან დაახლოებული პირი იყო თუ არა რაიმე კრიმინალურ გარიგებებზე იქ საუბარი და ასე შემდეგ თუ იყო კრიმინალი და ხელისუფლების ამ წარმომადგენელმა დააფარა ამას ხელი ისიც დასაჭერია ჩემი ქმარის და ბევრი კიდე და ყველა დაიჭირონ ეხლა რაც შეეხება პინჩუკს კაპიტანინო ძალიან საინტერესოა რომ ესე უცებ პირი შეკრა სააკაშვილის როგორ დავარქვა ეხა რა ვიცი გამხმოვანებლებმა მოდით ვეცდები ვიყო ძალიან კორექტული შეკრა ყველამ ერთად პირი და უცებ ეს პინჩუკი საწყალი ნუ ძალიან მერიდება მართლა რომ ჩემს გამო ეს ადამიანი აღმოჩნდა ესეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ლამის კრიმინალი რუსულ კრიმინალურ ფულთან დაკავშირებული რა მაინტერესებს იცით ქალტონინო სააკაშვილს რო ჩამოყავდა აქ პინჩუკი და განსაკუთრებულ წეულებებზე პატიჟებდა განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად მე როცა გამაცნო მათ შორის ბატონი პინჩუკი მაშინ არ იცოდა პინჩუკის კონტაქტების შესახებ სამთვის წინ რამდენიმე თვის წინ თქვენ ეს ერთ-ერთ ეთერში თქვით და დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გავრცელო ოფიციალური განცხადება რომ ომამდე სადღაც 1 წლის წინ შეხვდა ბოლოს სააკაშვილი პინჩუკს პრეზიდენტის ადმინისტრაცია არაერთხელ ავრცელებს ტყუილებს ეხლა როცა ბაიდენთან პრეზიდენტის ნალაპარაკებს აყალბებენ ისე როდესაც ბაიდენი ამბობს რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ხალხს და ამას თარგმნიან რომ ბაიდენი მხარს უჭერს კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას ანუ სააკაშვილს ეს სატელეფონო საუბარი ამერიკის საელჩოს მიერ ნათარგმნი გავრცელდა ეს სატელეფონო საუბარი არ იყო ამერიკის საელჩოს ნათარგმნი ეს სატელეფონო საუბარი იდო პრეზიდენტის ვებგვერდზე და ამერიკის შეერთებული შტატების თეთრი სახლი იძულებული გახდა დაედო მეორე დღესვე სასტრაფო წესით ამ საუბრის ჩანაწერი რა თქმა უნდა მათ არ გააკეთეს დიპლომატიური დემარში და არ გამოაცხადეს რომ სააკაშვილი იტყუებოდა მაგრამ ამის დემონსტრაციისათვის დადეს ოფიციალურ ვებგვერდზე კონკრეტული ტექსტი რომელიც განსხვავდებოდა ჩვენი პრეზიდენტის ვებგვერდზე არსებული ტექსტისაგან და სხვათა შორის რამდენიმე ხნის განმავლობაში ჩვენ პრეზიდენტს თავი არ შეუწუხებია რომ შერცხვენოდა და შეეცვალა ეს ტექსტი კიდევ ერთხელ ვიმეორებ აბსოლუტურად დაზუსტებით შემიძლია გითხრათ და ამის ათეულობით თუ ასეულობით არა ათეულობით მოწმე არსებობს რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ომის შემდეგ ბრძანდებოდა უკრაინაში ბატონი პინჩუკის მიერ ორგანიზებულ პოლ მაკარტნის концертზე და შემდეგ ის ბრძანდებოდა ბატონ პინჩუკთან სტუმრად სახლში ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი იყო ამ სტუმრობით ბატონი პინჩუკის ოჯახში ჩვენი ძვირფასი პრეზიდენტი ამის მოწმეები არსებობენ ათეულობით ადამიანი ესე რომ თუმცა კაბატონო თქვენც იყავით ოქტომბერში შემდეგ დავოშიც ნახეთ პინჩუკი მაშინ არ დაძრულა ეს თემა მე ამას იცით რატო გიკითხებით რომ თქვა იგივე იყო საუბარი თითქოს დათო ჟვანიასაც შეხვდით ამ დაფინანსების თემაზე მანუ არ გითხათ ანუ ვარი მითხრა აჰა ძალიან ასე წერია მე არ ვიცი უკრაინის მედიაში გამოქვეყნებულ სტატიის შინაარს გაცნობთ მაგრამ მე ამას რატო გიკითხებით იცით თქვა მაშინ რატო მანამდე არ იყო ეს საუბრის თემა ესე იგი რაღაც ეჭვები თქვა არსებობს ამ დაფინანსების თემაზე ძალიან მადლობელი ვარ ამ შეკითხვისთვის არა აქ არ არის საუბარი ეჭვი არსებობს თუ არ არსებობს მინდა გითხრათ რომ ხელისუფლებას აქვს ძალიან ნათელი გეგმა როგორ იმოქმედოს როდესაც არის ძალიან სერიოზული პოზიტივი როდესაც ნინო ბურჯანაძე მიდის კიევში სადაც ის ხვდება ოფიციალურად ღიად წინასწარ გაცხადებულად და სხვათა შორის მე ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ ჟურნალისტებიც წამოსულიყვნენ მაშინ ამ ვიზიტზე როცა მე ხვდები უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს უკრაინის მოქმედ პრემიერ-მინისტრს უკრაინის მოქმედ და წინა პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც გამოვდივარ ბატონი პინჩუკის და ბრუკინგის ინსტიტუტის ეს არის ის ინსტიტუტი სადაც ბატონი გორდონი მუშაობდა გორდონი რომელიც ახლა ქალბატონი კლინტონის მოადგილედ დაინიშნა და აქ იყო საქართველოში რაღაცას გეუბნებათ ხო ეს კავშირი ბატონი პინჩუკის ფონდის და ბრუკინგის ფონდის ესე იგი საინტერესო ადამიანია ის არის ძალიან დაახლოებული პირი პრემიერთან რუსეთის და ასე შემდეგ მაგრამ უკაცრავად კლინტონთანაც დაახლოებული პირია გასაგებია ეს თქვენ ამბობთ მე არ ვიცი არ ვამბობ ქალბატონინო ამას თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ იმ სურათებზე რომელიც გადიოდა თქვენი ტელევარხების მეშვეობით და იმედის მეშვეობით როდესაც გამოდის ნინო ბურჯანაძე ასე ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციაზე სადაც სხვათა შორის ძალიან სერიოზული კამათი მომივიდა მე რუსეთის წარმომადგენელთან ეს არ აწყობს ხელისუფლებას რომ მოვიდეს საზოგადოებამდე და ამას არათუ არ აპიარებს როგორც ახლა აპიარებს პინჩუკთან შეხვედრას არამედ ყველანაირად ცდილობს რომ ეს ჩაახშოს ეხლა მე სულ არ გამიკვირდება ნინო ჩემი პარლამენტის
თავმჯდომარეობის დროს ცდილობდნენ ჩაეჭრათ და ჩამოეჭრათ ჩემი ოფიციალური ვიზიტები და რაღაცა მეცხრე სიუჟეტად გასულიყო და ეხლა დღეს რა უნდა გამიკვირდეს. ასევე შემიძლია გითხრათ ქალბატონო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი არაერთი მცდელობა იყო დავოსში ჩემი საერთაშორისო დავოსის მსოფლიო ფორუმში მონაწილეობის შემდეგ. მას შემდეგ რაც მე იქ მქონდა ხანმოკლე, მაგრამ შეხვედრა ბატონ კლინტონთან გამოვედი ასევე ბატონი პინჩუკის მიერ ორგანიზებული ფონდის ღონისძიებაზე სიტყვით ჰქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები. არათუ არაფერი არ თქვა ხელისუფლებამ. ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საერთოდ საზოგადოებისათვის გაებაებურებინა დავოსის ფორუმი და თქვეს, აი ამ წარმომადგენლებმა, ხა ვინც დღეს ლაპარაკობს ხელისუფლების სახელით, რომ ეს დავოსიო დიდი არაფერი არ არისო, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარაო, იქო სადილად იყვნენ თავშეყრილები, ეს სამარცხვინოა საერთოდ. ეს არის მსოფლიოში უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ფორუმი. ეს არის ის PR ტექნოლოგიები, რომელსაც ხელისუფლება იყენებს და რომელიც ხა მეც ვიცი და არის საზოგადოებაში ხალხი, ვინც ამას ხვდება. კარგით, გადავიდეთ კიდევ ერთ შეხვედრაზე, მინდა უბრალოდ მოკლედ გითხოთ, თქვენ გააკეთეთ განცხადება თარგამაძესთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრაზე, თქვით რომ კრიმინალური ამ კადრებში არაფერი გინახავთ, თუმცა მაინც მინდა გითხოთ, რა რეაქცია გქონდათ, როდესაც თარგამაძე დაინახეთ, გულისხმობ იმას, რომ ამ ხელისუფლებასთან ერთად თქვენ ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მისი წინააღმდეგ არ შეიძლება პიროვნულად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი იყავით და თქვენი, ასე ვთქვათ, პიროვნული ეპოქა გაქვთ ჩემი ნამდვილად მინდა გითხრათ განსხვავებით იმ ადამიანებისაგან, ვინც მშვენივრად და კომფორტულად თანამშრომლობდა და მადლობებსაც უხდიდა თარგამაძეს, მე და ჩემი ოჯახი და ჩემი მეუღლე, სხვათა შორის მაშინ იყო მთავარი სამხედრო პროკურორი, იყო პირველი ადამიანი, ვინც გაბედა და კახა თარგამაძეს დაუპირისპირდა. და რა რეაქცია ჰქონდა დღეს, როდესაც ის უბრალოდ თქვენთან მებრძოლებთან ერთად დაინახეთ. მაინც სასიამოვნო, მაგრამ ეხლა ყველა ადამიანი ირჩევს ვისთან შეხვედრას თulis ის მნიშვნელოვნად და თუ ინფორმაციები მიიღეს მნიშვნელოვანი და ბატონ კახა თარგამაძეს ნამდვილად აქვს ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაციები, მათ შორის გიორგაძის გამოგზავნილ, როგორ საიდან და ძალიან საინტერესოა იგივე თარგამაძეს ძალიან კარგად შეუძლია თქვას და გაახსენოს საზოგადოებას კონკრეტული ფაქტებით და არგუმენტებით, როგორ დადიოდა სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა 2003 წელს თურმე მე მაშინ ეს არ ვიცოდი სამწუხაროდ იგორ გიორგაძის გამოგზავნილი ვილისებით. სხვათა შორის ერთი რამ მინდა იცით გითხრათ, აუცილებლად უნდა დაუბრუნდე პინჩუკის თემას და გითხრათ, რომ კიდევ შევხვდები თუ საჭიროდ ჩავთვლი. რაც არ უნდა ილაპარაკო და ისე გავაკეთე. ღიად გადავწყვეტ, ღია შევხვდები, დახურულად გადავწყვეტ, დახურულად შევხვდები. არც იმის არ შემეშინდება, რომ იყოს ლაპარაკი იმაზე, რომ პინჩუკის მეგობარი თურმე მედვედევის და პუტინის ახლობელია და ასე შემდეგ. მე რა მაინტერესებს, იცით? იმის გამო, რომ პუტინის ახლობელია, მედვედევის ახლობელია, პინჩუკის თქვათ ახლობელი ადამიანი, ამიტომ პინჩუკს აღარ უნდა დაველაპარაკოთ. მაგ ლოგიკით ამ ხელისუფლებას რომ მივყვეთ, ქალბატონო ნინო, ამ ლოგიკას რომ მივყვეთ, მაშინ არც ობამას ადმინისტრაციას არ უნდა დაველაპარაკოთ. დღეს ბატონი ობამა ჩადის რუსეთში, იმ ქვეყანაში, რომელიც გვეომებოდა აგვისტოში და რომელსაც აქვს დიახ, ოფიციალური შეხვედრაა და ოფიციალური კონტაქტები ბატონ პინჩუკთან. ჩვენს ხელისუფლებაში ხო ესე არის, თუ ვინმე ხვდება და ელაპარაკება პუტინს, ღიად ელაპარაკება და ოფიციალურად ამას არ აქვს მნიშვნელობა. ის საქართველოს ლამის მტრად ცხადდება. კარგით, გასაგები ეს პინჩუკის თემა ვთქვა დავასრულოთ. მე მინდა უბრალოდ გადავიდე თქვენს ეს პოლიტიკური და სამართლებრივი ბრძოლა მიმდინარეობს თქვენსა და ხელისუფლებას შორის. გულისხმობ ერთი თქვენი სასამართლო პროცესი, როდესაც თქვენ შეიტანეთ სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ღირსებისა და პატივის შელახვისათვის. პირველ რიგში ამაზე კითხავთ, როგორ აპირებთ ამ პროცესის მოგებას, ვთქვათ, ან როგორ ფიქრობთ, შეძლებს თუ არა ხელისუფლება რაიმე ძალიან კონკრეტული არგუმენტები დადოს თქვენს წინააღმდეგ? იცით რა, ამ ხელისუფლების არასერიოზულობაზე, თუმცა ეხლა დღევანდელი მთავრობის ხდომის კადრების მერე ეხლა გამახსენდა ეს გამონათქვამი სახურავზე ვიღაც იჯდა ეხლა სამარცხვინო კადრების შემდეგ ამ ხელისუფლების სერიოზულობაზე საერთოდ როგორ შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ ზოგადად ამ ხელისუფლების არასერიოზულობაზე ისიც ლაპარაკობს, რომ სამი თვეა პრაქტიკულად ლაპარაკია იარაღის შეძენის ბრალდებაზე, რომ სახელმწიფო გადატრიალებას ვახდენთ, რომ უხებს ყიდულობდით, რომ კრიმინალები ვართ და ასე შემდეგ. ამას ხელისუფლება მუდმივად აპიარებს, დაწყებული პრეზიდენტიდან ყველა დონის ხელისუფლების წარმომადგენლები და ასე ვთქვათ მართლა მანქურთები შემიძლია ვთქვა, არ მიყვარს ხოლმე ეგეთი გამონათქვამები, მაგრამ მაინც და არავის არ შეუწუხებია თავი, რომ რაღაც კონკრეტული მაგალითი ან კონკრეტული მასალა დადონ, გარდა ვარაუდებისა, რომ მასე მართალია დოკუმენტები არა გვაქვს, ეს საერთოდ წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ჩვენ ესე
ვფიქრობთ, თქვენ ბრძანეთ, რომ მე მაქვს დავა სამართლებრივი და პოლიტიკური ხელისუფლებასთან. მე შემიძლია გითხრათ, რომ პრინციპში ეს არის მხოლოდ პოლიტიკური დავა, იმიტომ რომ ყველა პროცესი, რომელიც ესეც პოლიტიკური დავაა, ქალბატონინო, ყველა პროცესი, რომელიც სასამართლოში არის ეხლა და სხვათა შორის ნამდვილად კარგი კვალიფიკაციის მქონე იურისტისგან, ბატონი პალიკო კუბლაშვილისგან, ეხლა საოცრებები მოვისმინე მე კანონთან დაკავშირებით, სასამართლოსთან დაკავშირებით, მაგრამ ეხლა ნამდვილად არ ვაპირებ ამ დეტალებში შევიდე. ყველა ეს დავა არის პოლიტიკური დავა. და მე ერთი რამ მინდა ქალბატონინო ეკითხოთ, აი უკაცრავად. კარგი და მე ვკითხავ. ქალბატონინო, მე შევიტანე პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებით, როდესაც მან მე ბრალი დამდო რუსული ფულის, ასე ვთქვათ, და რუსულ ვალდებულებებში. ისე მაინტერესებს. დღეს ლაპარაკობდა აქ პალიკო კუბლაშვილი, ხა ვუყურე სანამ თქვენთან შემოვედი, რომ პინჩუკმაო რუსეთში იშოვა ფულიო. ბენდუქიძემ ფული სად იშოვა, ბოდიში მომთხოვია. ბატონმა ფიფიამ, რომელიც პრეზიდენტის კაბინეტიდან მოვიდა ჩემთან, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი და ყოველთვის დაპირისპირებული ვიყავი ბატონ ბენდუქიძესთან, ქალბატონინო, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც ბენდუქიძეს, სააკაშვილს და კიდევ არ დავასახელებ სხვა ადამიანებს ხელი შეუშალე გასადენის რუსეთისათვის გაყიდვაში. და ამას დაადასტურებს როგორც ამერიკის დღევანდელი ელჩი, ამერიკის ხელისუფლება, ევროპელები, ყველა აბსოლუტურად, იმიტომ რომ ამერიკა და ევროპა იყო ძალიან ბედნიერი ამით, რომ საქართველოს თავისი სტრატეგიული ობიექტი შეინარჩუნა, რუსეთი ძალიან უბედური. მაინტერესებს ვინი სად იშოვა ბენდუქიძემ ფული, სად იშოვა ბატონმა ფიფიამ, რომლის ძმაც ახლა პარლამენტის წევრია და რომელიც აფინანსებდა ნაციონალების კამპანიას ამ წელს, მე ეს კარგად მახსოვს, ქალბატონინო, ნაციონალების სამწუხაროდ, შემდასაუბედუროდ და სამარცხვინოდ პირველი ნომერი ვიყავი გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ბატონი ფიფია, როცა გამოვიდა პრეზიდენტის კაბინეტიდან, მოვიდა იქედან პირდაპირ ჩემთან და სწორედ ლაპარაკობდა დაფინანსებაზე, როგორ აშენებს რესტორან არაგვის ყოფილი რესტორან არაგვის ადგილზე ეხლა სასტუმროს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს სხვათა შორის რუსულ კონტაქტებთან დაკავშირებით და ამას მიამატებს შარანგია თავისი ძალიან ახლო კონტაქტებით ბატონ მიხეილ სააკაშვილთან, მის გარემოცვასთან, მისი ოჯახის წევრებთან და ძალიან საინტერესო და ძალიან საეჭვო გარიგებები რკინიგზასთან დაკავშირებით. რომელი ხელისუფლება მელაპარაკება მე ქალბატონინო რუსულ დაფინანსებაზე, რუსულ ფულზე, რუსულ ინტერესებზე, ეს ხელისუფლება, რომელიც ყოველდღე აძლევს რუსეთს ტერიტორიებს, ეს ხელისუფლება, რომელმაც თბილწყალკანალიდან დაწყებული ყველაფერი რუსებს მიყიდა და ერთადერთი ობიექტი სტრატეგიული, რომელიც ამ ქვეყანაში გადარჩა გასადენი, ჩემი გადარჩენილი არის და ჩემი დატოვებულია ამ ქვეყნისთვის. ეს ხელისუფლება მელაპარაკება და მხოლოდ თქვენი დამსახურება იყო ეს უნდა გითხოთ. მე ამას არ ვამბობ, ქალბატონინო, მე ყოველთვის თქვი სხვათა შორის, რომ რაც იყო ცუდი, სულ ჰქონდათ პროტესტი ამ თემაზე. არა, მქონდა პროტესტი, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ იყო საკმარისი პროტესტი, ეს ჩემი დიდი დანაშაულია და მე ამისთვის საზოგადოებას ბოდიში მოუხადე, თუმცა იყო შემთხვევები, როცა უფრო ხმამაღალი ეს პროტესტი ვერ იქნებოდა. მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი კარგი რაც იყო ჩემი დამსახურება, ღმერთმა დამიფაროს, მე ვამბობ, რომ ნამდვილად ყველაფერ კარგში თითქმის ძალიან დიდი წვლილი მქონდა, რაღაცა შეცდომებშიც უდაოდ იყო ჩემი წვლილი, მაგრამ იყო ძალიან ბევრი ცუდი, რაცშიც ნამდვილად არანაირი წვლილი არ მქონდა. და რასაც დაადასტურებს უამრავი ადამიანი, ვისაც სინდისი შერჩენია და ხა, ვისაც სინდისი არ აქვს შერჩენილი და ლაპარაკობენ. მე უბრალოდ მინდა რომ კვირის თემებს გავყვე და რადგან სასამართლო პროცესები ვახსენეთ, აუცილებლად მინდა ამ ქონების გადასახადზე დავა შევეხო, იმიტომ რომ საუბარია ფინანსთა სამინისტროს მხრიდან რომ 1,5 მილიონის გადახდა გიწევთ. ესეც არის აბსოლუტურად პოლიტიკური დავა. მე თავად მინდა თქვენ ამბობთ კონკრეტული კითხვა მაქვს უბრალოდ უკაცრავად და გამეცით მე პასუხი. ანუ ესეც მოსმენილი გვაქვს რომ თქვენ ამბობთ რომ ეს არის პოლიტიკური დავა, თუმცა საგადასახადო სამსახური ამბობს რომ კონკრეტული გადასახადის არ გადახდაზე საუბარი და 1 აპრილამდე თქვენ ქოდათ ეს ვადა, რატომ არ გადაიხადეს? იმიტომ რომ 1 აპრილის მოსვლისთანავე, იმიტომ რომ 9 აპრილი იყო წინ, და ნამდვილად შემიძლია გითხრათ რომ ის თანხა, რომელიც იყო საბიუჯეტო გადასახადში შესატანი და სხვათა შორის დაგვიანებისთვის 150 ლარია ჯარიმა და არა ის ჯარიმა, რომელიც საგადასახადომ გამოწერა, ის ჯარიმაზეც არის ლაპარაკი. დაგვიანებით შეტანა მე ნამდვილად შემეძლო, მაგრამ ის თანხა ნამდვილად დაჭირდა გარკვეულწილად იგივე პარტიულ მშენებლობასაც და იმ მოსამზადებელ სამუშაოებსაც, რაც უდაოდ ჭირდებოდა, ვთქვათ, იგივე საპროტესტო აქციებს, თუნდაც ელემენტარულად პლაკატების და ბიუჯეტში დავალიანება შესაძლებელი იყო სრულიად მარტივად, რომ გადაწეულიყო რამდენიმე თვით, ეს არ არის რაიმე პრივილეგია, ეს არის ჩვეულებრივი ნორმა, რომელიც ამ შემთხვევაში არ გამოიყენეს და რაც ჯარიმდება თვეში 150 ლარით. ნინო, მე იურისტი ვარ და პალიკო
კუბლაშვილისგან განსხვავებით, ყოველთვის ვლაპარაკობ იმას, რაც წერია კანონში. ეხლა, რაც ბატონმა პალიკო დაუბრუნდები ამ თემის სალაპარაკო ხელისუფლებას ამ თემაზე მაშინ. ბატონმა პალიკო კუბლაშვილმა იკადრა, როდესაც თქვა, რომ კანონი არ დაურღვევიათ, როცა პლასტიკური ტყუები გამოიყენეს და არ წერიაო პოლიციის შესახებ კანონშიო, რომ აკრძალულია პლასტიკური ტყუებიო. როგორ არ წხვენია პალიკო კუბლაშვილს? გავიგე, რომ პოლიტიკურ შეკვეთას ასრულებ. გავიგე, რომ ყველაფრის დაბრალება შეგიძლია ადამიანებისთვის, მაგრამ პროფესიული ღირსება ხო გაგაჩნია ელემენტარულად. პოლიციის შესახებ კანონში, ქალბატონ ნინო, არის ამბუმწურავი ჩამონათვალი, რისი გამოყენება შეიძლება და ყველაფერი სხვა არის აკრძალული. ეს არის ელემენტარული ნორმა და ამას პირველ კურსელი იურისტი გეტყვის. და ის რომ დღეს ცვლილებაში აქვს კანონში რომ გამოყენებული იქნას ეს ტყუები ნიშნავს იმას რომ წინა ტყუები იყო უკანონოდ გამოყენებული, რაც სხვათა შორის დამალა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და რასაც ორი ადამიანის დაბრმავება მოყვა. რაც შეეხება წყნეს ქალბატონო, მე არ ვაპირებ ნამდვილად ამ თემაზე დეტალებზე. ეს მილიონი ნახევარი ვთქვათ ან რატომ არ გადაიხადეთ ამ გავაგრძელო სასამართლო დავა, უბრალოდ ეხა მე მაგისთვის ნამდვილად ამცალია ნინო, უამრავი ადამიანი არის დაპატიმრებული, უამრავი ადამიანს ცემენ ციხეში, არის ორი ადამიანი დაბრმავებული და 100,000-ობით ადამიანი ელოდება იმედის თვალით იმას, რას გააკეთებს ოპოზიცია. არ მცალია წყნეთის სახლისთვის. ნამდვილად შემიძლია გითხრათ, როგორც საჭიროდ ჩათვლი ისე გავაკეთებ და მინდა გითხრათ, რომ მე გავყიდი ამ სახლს და თანხას აუცილებლად მოვახმარ ამ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მაგრამ მანამდე გარწმუნებთ ქალბატონ ნინო, მე მოვიგებ ამ სასამართლო პროცესს, იმიტომ რომ აქ წყნეთის სახლზე კი არ არის საქმე, ან დაცვაზე კი არ არის საქმე, ეს არის პრინციპის საკითხი. ეს არის იმის საკითხი, რომ ამ ქვეყანაში კანონი უნდა იცვებოდეს. იმის მიუხედავად, სააკაშვილს ნინო ბურჯანაძე მოსწონს ეს არის ჯარიმა, ეს არ არის, არა, ქალბატონ ნინო, ეს არის გადაცდომა, რომელსაც აქვს 150 ლარიანი ჯარიმა, დაახლოებით იგივე, რომ მოძრაობის წესები დაარღვიოთ და წითელ ნიშანზე გაიაროთ სამწვანე ნიშნის ნაცვლად. ეს არ არის იმ ტიპის დარღვევა, რა დარღვევებზეც არის ლაპარაკი, როდესაც პრეზიდენტი თავისი პირადი სიმპათიების და განწყობების მიხედვით გადაწყვეტს. მოწონს ვინმე დაუნიშნავს დაცვას, გაუკეთებს რაღაცას, თუ არ მოწონს და მან გაბედა და ხმა მოიღო, აუცილებლად დაზარალდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს საკითხები ჩემთვის არის ერთადერთი საკითხიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანი ეს არ არის ჩემთვის ქონებრივად მნიშვნელოვანი, რაოდენად მნიშვნელოვანი. არ მაინტერესებს ვინ რა უწოდა და თავის კეთილდღეობას მიხედოს. მმართველმა გუნდმა მე არ მინდა ამ პრინციპებით ვილაპარაკო ქალბატონ ნინო, ძალიან ბევრი რამის თქმა შემიძლია ამ მმართველ გუნდზე და ერთი რამ შემიძლია გითხრათ. მე კარგი გავაკეთე თუ ცუდი გავაკეთე, კანონი არ დამირღვევია ამ კონკრეტულად წყნეთთან დაკავშირებით, არც სხვა არც ერთ შემთხვევაში და მე არ მომიტყუებია ხალხისთვის. მე შემიძლია თქვენ თვალებში შემოგხედოთ და გითხრათ, რომ თქვენ შეიძლება არ მოგწონთ ჩემი ქცევა, მაგრამ მე თქვენს წინაშე ვარ გულწრფელი, რასაც ვერ გააკეთებს ვერც პალიკო კუბლაშვილი, ვერც მიხეილ სააკაშვილი და ვერც ერთი ადამიანი ქალბატონო, ერთი წელი დაასრულა პირველად ხოლმე მაშინ არ მაინტერესებს ეს ისტორია და ამას განიხილავს სასამართლო და სასამართლო მივა სტრასბურგამდე გაწმუნებთ და სტრასბურგში დადასტურდება რომ მე ყველაფრის გამო დაწყებული ჩემი თანაპარტიელების, სხვა პარტიის წევრების დაპატიმრებების გამო, უკანონო იარაღების ჩადების გამო, ნარკოტიკების ჩადების გამო, სხვათა შორის ახლა მივიღე ინფორმაცია, რომ ჩემი დაცვის რომელიმე ორი წევრის დაპატიმრებას აპირებენ, ოღონდ ვერ გადაწყვიტეს ჯერ იარაღი ჩაუდონ დაცვის ოფიციალურ თანამშრომლებს თუ ნარკოტიკები ჩაუდონ. ყველა ამ საქმის გამო მივალ სტრასბურგამდე. ყველა ამ საქმის გამო მივალ სტრასბურგამდე გარწმუნებთ და მივახცევ აუცილებლად სამართალს და ერთ რამესაც გეტყვით ქალბატონ ნინო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ყოველთვის ამ ხალხის, ჩვენი ქვეყნის წინაშე ვიყავი გულწრფელი. ჩემი შეცდომებით, ჩემი კარგი გადადგმული ნაბიჯებით, ჩემი არასწორი გადადგმული ნაბიჯებით არასოდეს არ შემიყრია ხალხისთვის ნაცარი და არ მილაპარაკია იმაზე, რომ უნდა შემოიჭირო თურმე და მეორეს მხრივ 2 მილიონი უნდა გადაიხადო რუსლანას კონცერტში და რომში იფრინო ფეხბურთის მატჩებზე საკუთარი ჩემი გადაწყვეტილება ეს არ ყოფილა მინდა გითხრათ და არც რომში საკუთარი თვითმფრინავებით გადაფრენა გადმოფრენა პრეზიდენტის არ ყოფილა ნამდვილად ჩემი გადაწყვეტილება. ყველამ პასუხი აგოს თავის გადაწყვეტილებებზე და იყვნენ გულწრფელნი. მინდა კიდევ რამდენიმე მაგალითი გითხრათ. აი დღეს იყო ძალიან საინტერესო მაგალითი და რადგან გულწრფელობაზეა ლაპარაკი. აი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში პრეზიდენტმა გახსნა რამდენიმე ობიექტი. ვთქვათ, ფოთში დაესწრო ის წყალმომარაგების 24 საათიანი სისტემის გახსნას. გაუშვით ნინო თქვენი ჟურნალისტები და გადააღებინეთ ერთი ფოთში არის თუ არა 24 საათიანი წყალმომარაგება. ნაცნობი არავინ არ აკავთ ფოთში. სათაო ნაგებობა არ არსებობს ფოთში. როგორ არის 24 საათიანი წყალმომარაგება? ტყიბულში, საიდანაც ბატონი კუბლაშვილი გახლავთ, ნახშირის გამამდიდრებელი საწარმო, რომელიც ზარზე იმით გაიხსნა, 3 დღეში დაიხურა. ისევე როგორც დაფნის ქარხანა, რომელიც ასევე ზარზე იმით გაიხსნა, დაიხურა 2 დღეში. გაუშვით
თქვენი ჟურნალისტები ჩაატარეთ გამოძიება და ბოლო, აი მე ერთი რამე მაინტერესებს, იცით? ქვეყანა რომელმაც დაკარგა არა მარტო აფხაზეთი, არა მარტო ოსეთი, ახალგორი, პერევი, რომელიც მამისონს კარგავს რეალურად, რომელსაც არაფერი არ თქვა, ალბათონინო, სადგან აფეთქებულ ხიდთან? სადაც იდგნენ მანამდე ბრეჟნევი ვიცე-სპიკერმა სარასამთავრობოების წარმომადგენელმა და მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე ტყუის, როდესაც გუშინწინდელ გაზეთში აძლევს ინტერვიუს და ამბობს, რომ იქ ბუფერული ზონაო და მე რა რომ ეხა რუსები არიანო. რომელ ბუფერულ ზონაზე მელაპარაკებით, რას ლაპარაკობ? არა, მე არ ყოფილვარ იქ იყვნენ ადამიანები, ვისაც მე ვენდობი და ნამდვილად დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს. სხვათა შორის კიდევ ერთი რამ შემიძლია გითხრათ. კი ბატონო, რომ არ ვიდაოთ ესე, ჯერ ერთი მე ზუსტად ვიცი და ამიხსენით, ნინო, როგორ შეიძლება აფეთქდა ხიდი. სანამ ოპოზიციამ არ ატეხა ერთი ამბავი, ხელისუფლებამ არ ამოიღო ხმა ამ ხიდთან დაკავშირებით. შემდეგ გითხრეს, რომ თურმე რუსებს იქ პროვოკაცია მოუწყვიათ და ამიტომ დაიხიეს ჩვენმა მესაზღვრეებმა უკან, რომ პროვოკაციას არ წამოგებოდნენ. რატო არ ატეხა ხელისუფლებამ ამაზე ერთი ამბავი? რატომ არ ატყდა ერთი უბედურება? მე გავუგზავნე ბატონ ვანო მერაბიშვილს კონკრეტული წერილი, სადაც ვკითხე ოფიციალურად ამის უფლება მაქვს და პასუხი დააგვიანეს, რა თქმა უნდა. და ვიკითხე, რომ ვინ აფეთქა ხიდი, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება. დღეს ხელისუფლება აშენებს ამ ხიდს და სახელმწიფო საბიუჯეტო თანხებს ხარჯავს ამაში. ვინ აფეთქა, არ უნდა ვიცოდეთ? უკაცრავად ქალბატონინო, ეხა მართლა მე მგონი თქვენ ხალხს ვერ ელაპარაკებით, სახში წყნარად ვანო გისმენთ თქვენს და მეც რომ ლაპარაკობ და ეხა მაინცა და მაინც ხო ძალიან მშვიდათაც ნოიქნებით თუ ოდნავ კრიტიკული აზრი გექნებათ ხელისუფლებასთან დაკავშირებით. და რა მაინტერესებს, იცით? ყველაფერი აბსოლუტურად ამ ქვეყანაში ისმინება. აბსოლუტურად ყველაფერი ისმინება. იცი რა, დასამალი შეიძლება არ აგაქვს, ნინო. არც მე არაფერი არ მაქვს დასამალი, მაგრამ ძალიან უსიამოვნოა საკუთარ შვილთან ლაპარაკს რომ უსმენენ. რაც არ უნდა დასამალი არ კონდეს. არ ამგონია რომ გესიამოვნოს რომ თქვენ და თქვენი ხმის ლაპარაკს უსმენენ. ამ ქვეყანაში სადაც ყველას და ყველაფერს უსმენენ. ამ ქვეყანაში სადაც ყველას და ყველგან უთვალთვალებენ. ლამის არის საწოლ ოთახებში შეყვნენ ადამიანებს და საკუთარ ოჯახებში აღარ აცალონ ნორმალურად საჭმლის ჭამა. როგორ შეიძლებოდა რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე მამისონის უღელტეხილთან აფეთქებულიყო ხიდი და ამის თაობაზე პრაქტიკულად სამი კვირის განმავლობაში ხელისუფლებამ არაფერი არ იცოდეს. მე მითხრას ხელისუფლებამ სადგანან მესაზღვრეები ხიდთან თუ მეტეო სადგურთან არავინ არ ყოფილა ნინო რას ამბობთ მეტეო სადგურთან ვინც იყო წასული მან დაინახა რუსული და ოსური დროშები ქალბატონი რუსუდანი ნამდვილად არ ყოფილა მეტეო სადგურთან თორე ამას ნამდვილად გვაჩვენეთ კადრები ბატონმა სოზარ სუბარმა გააგზავნა წერილი როგორც ხელისუფლების მისამართით, ასევე ოპოზიციის მისამართით და იყო შეთავაზება, რომ არ იყოს ჩემსა და თქვენ შორის ან ჩემსა და ხელისუფლებას შორის დავა. რომ თქვათ ვინ დგას მეტეო სადგურზე, ჩამოვიდნენ თუ არა ჩვენი მესაზღვრები და აჩუქეს თუ არა რუსებს 20 კილომეტრი ტერიტორია ხალხმა, რომელიც ანტირუსულ რიტორიკით იგებს თავის კარიერას. სოზარმა შეთავაზა შევქმნათ ერთობლივი კომისია. ხელისუფლება, სუბარი, თქვენ, მედიის წარმომადგენლები და ოპოზიცია. მიუხედავად ჩემი რადიკალური პოზიციისა, როგორც ხელისუფლებას უყვარს რომ და ჟურნალისტებსაც გიყვართ რომ განაცხადოთ. მე მომენტალურად განვაცხადე თანხმობა ჩემი ან ჩვენი პარტიის რომელიმე წევრის ამ ჯგუფში მონაწილეობაზე, სწორედ იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფოებრივი საკითხი, არ ყოფილიყო სპეკულირება, წავსულიყავით და ჩვენი თვალით გვენახა. მე მზადა ვარ ბოდიში მოვიხადო. თუ იქ გარეშე არ შეიძლება და თქვა იქ წასვლა. არა, როგორ ჩვენ იქ არ გვიშვებენ, ხო? იქ საცალფეხო ბილიკებით გადადიან ის რაჭველები, ჩემი ბიძაშვილები, ახლობლები, რომლებმაც ეს ამბავი მოიტანეს, ხო? და კიდევ სხვები. არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადგილზე შეიძლება და რაღაც. რატომ არ შეიძლება ხელისუფლება დათანხმებულიყო? ხო ითახის მუდმივად დიალოგს. რატომ არ დაგვეთანხმა ხელისუფლება, რომ თქვენთან ერთად, ჟურნალისტებთან ერთად წავსულიყავით და საზოგადოება დაგვემშვიდებინა და გვეთქვა რომ ეს საზიზღარი ოპოზიცია. იყო ვიცე-სპიკერი ჟურნალისტებთან ერთად და მაშინ ნახეს იქ რომ მესაზღვრები სადგანან და დიახილთან. ხიდი არ არის საზღვარი მეთქი, მაგას გეუბნებით ჩემო კარგო. საზღვარსა და ხიდს შორის არის 20 კილომეტრი. მე ამ 20 კილომეტრს ვედავები ხელისუფლებას. და პასუხი ჩვენ მივიღეთ ბატონი დავით ბაქრაძის მხრიდან. ყველაფერი გარკვეულია და ასეთი კომისია საჭირო არ არის. აი კიდევ ერთი მაგალითი დიალოგის, კიდევ ერთი მაგალითი თანამშრომლობის და კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება ასაჩუქრებს ან თმობს ქართულ მიწას საკუთარი სავარძლების შენარჩუნების სანაცვლოდ და ხალხს ამას უმალავს. ძალიან მოკლედ მინდა ბოლო კითხვაზე მიპასუხოთ. რა იქნება თქვენ საუბრობთ რომ შესაძლოა მოხდეს გადაჯგუფებები რომ თქვენ ახალ სტრატეგიას წარმოადგენთ მალე, ვთქვათ, იყო ეს აქციები და მიმდინარეობს ჯერ კიდევ, მაგრამ რაღაც ახალ სტრატეგიაზე საუბრობდით, რას გეგმავს ოპოზიცია და პირადად თქვენ, რა ფორმით განაგრძობთ ამ ოპოზიციურ ბრძოლას? სრულიად ოპოზიციური სპექტრის სახელით ნამდვილად არ ვისაუბრებ, ერთი რაც შემიძლია ეს არის რომ ჩვენ
კოორდინაციის რეჟიმში ყველა შემთხვევაში დავრჩებით, იმიტომ რომ კოორდინირება ძალიან მნიშვნელოვანია საერთო ოპოზიციური სპექტრის და მთავარი მიზნის შენარჩუნება, თუმცა ჩემთვის ნამდვილად ვერ იქნება მისაღები ვერც ადგილობრივი არჩევნები, ვერც მერის არჩევნები. ვისაც ჯერა რომ ამ ხელისუფლების ხელში შეიძლება ნორმალური არჩევნების მიღწევა სცადოს, ვისაც ჯერა რომ შეიძლება რომ ამ ხელისუფლებას რა უნდა დათმოს, ქალბატონი ნინო, იცით როგორ მაინტერესებს. ლაპარაკია რომ ხელისუფლება რამეს დათმობს. დათმობის ნაცვლად სამი ნაბიჯი წინ გადადგა ხელისუფლებამ. ეხლა დიქტატორისკენ სამ სხვადასხვა კანონში შეიტანა ხელისუფლებამ ცვლილება, რომელიც რეალურად დიქტატორისკენ წაიყვანს ქვეყანას. რა უნდა დათმოს ხელისუფლებამ, რომელმაც ქვეყანა 99 წლის მდგომარეობაში დაბრუნა. მე მინდა ეს ციფრები თქვენ და საზოგადოება მოისმინოთ. აი Freedom House-ი, რომელიც ყველა ჟურნალისტმა ახსენა სხვა კონტექსტში, მარტო რუსეთის კონტექსტში, არავინ არ ახსენა იმ კონტექსტში. ყირგიზეთთან ერთად, ქალბატონი ნინო, საქართველო მოხდა იმ ქვეყნების სიაში, რომელიც უფრო უკან წავიდა რევოლუციის შემდეგ, ვიდრე წინ. და დღეს ჩვენ ვართ თქვენი ბრძოლის ხერხები, ამაზე მოკლე პასუხი უბრალოდ დრო მოიწურა. ძალიან ეფექტური გაწმენდით, ჩემი ბრძოლის ხერხები იქნება კონსტიტუციური, იქნება სამართლებრივი, არავის არ შევეკითხები ნებართვას, იმიტომ რომ ვიმოქმედებ კონსტიტუციის და კანონის ჩარჩოებში და გარწმუნებთ, რომ ყველას დავანახებთ, რომ ეს ბრძოლა იქნება ეფექტური და რომ ეს ხელისუფლება აუცილებლად წავა და ამ ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს ნინო ათასობით გაუბედურებულ ადამიანისთვის პასუხისგაცემა და უკაცრა აი მართლა ნახევარი წუთი ისევე გავალ ეს ამ ეთერიდან ეს არ თქვა. მე დღეს ვთქვი მიტინგზე, ეს არის ხელისუფლება, რომელმაც იკადრა და ქალბატონ ბელა ზალდასტანიშვილს და მის მეგობარ ქალბატონებს, რომელსაც ყველას დაღუპული ყავს აფხაზეთში ერთი ან ორი შვილი. ბელა ზალდასტანიშვილს დაღუპული ყავს 4 ადამიანი აფხაზეთის ომის დროს, 23 და 25 წლის ბიჭები, შვილები და ტყუპი ძმები 28 წლის. 4 ადამიანი ერთ ქალბატონს. ეს ქალბატონი 96 წლიდან ძალიან კარგ ურთიერთობაშია ჩემთან, იმიტომ რომ მაშინ მოვიკითხე უბრალოდ და მივაკითხე ამ ქალბატონს და მის მეგობრებს. კუდიდან თუ სოდიდან, ყოველ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს კორპორატიული ნომრიდან დაურეკეს, მიაყენეს საშინელი შეურაცხყოფა, დაემუქრნენ, რომ ვინც დარჩა ოჯახში ცოცხალი ამოუწყვეტენ თუ გააგრძელებენ მიტინგებზე სიარულს. აი ეს ხელისუფლება გვყავს დღეს ჩვენ და ხელისუფლება, რომელიც ბედავს და 4 ადამიან დაკარგულ, 4 შვილ დაკარგულ დედას აფხაზეთში. ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის გამოიძიონ ნომერი არსებობს, ეს ნომერი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს კორპორატიული ნომერი და გაარკვიონ მაშინ და დასაჯონ ის ნაძირალა, რომელსაც ვპირდები ნინო, თქვენც, ქალბატონ ბელა ზალდასტანიშვილსაც, იმ ბიჭების სულსაც და ვპირდები საზოგადოებასაც. მიწიდან ამოვთხრი, მე არ მოვდივარ და არც სხვა იმედია რევანშისთვის. არ მოვდივართ შურისძიებისთვის, მაგრამ კაცი, რომელიც 4 შვილ დაკარგულ დედას შეაგინებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მიტინგზე მოვიდა, იმ კაცს ამოვთხრი მიწიდან და აუცილებლად ვაზღვევინებ კანონით და სამართლით გათვალისწინებული წესით და მორალითაც სხვათა შორის, რომელზეც ამორალური ადამიანები ამდენს აპელირებენ. კარგით, დიდი მადლობა, ჩვენ დრო ამოიწურა. ნინო ბურჯანაძე იყო ჩვენი გადაცემის ბოლოს სტუმარი, ჩვენ მომავალ პარასკევს კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და მოვისმენთ იმ კვირის უკვე მთავარ თემაზე განსხვავებულ პოზიციებს.